მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ცოტა ხნით შევისვენეთ და მოდით გავაგრძელოთ საუბარი და თქვენ კითხვებზე პასუხის გაცემა. დღეს დაგვრჩა გასარჩევი კითხვები ზოგადად MMA-ზე, ასევე კითხვები ქართველ მებრძოლებზე, რაც საკმაოდ ბევრია და ასევე ბოლოსკენ უკვე გიპასუხებთ კითხვებზე, რომელიც უშუალოდ მე მეხებოდა და აუცილებლად გიპასუხებთ კიდევ ერთ არასპორტულ კითხვაზე, რომელიც სპორტული არა, მაგრამ სამაგიეროდ ცოტა არ იყოს ფილოსოფიურია. მაშ ასე, რაც შეეხება ზოგადად MMA-ზე კითხვებს. SAIVHE5K სახელებით უმეშლება იუზერების მაბადიეთ. თავისუფალ ჭიდაობას რომელი სპორტი ჯობია MMA-ისთვის? თვითონ MMA არ ითვლება. მოდი ესე ვთქვა, თავისუფალი ჭიდაობა ჯობია, გააჩნია რაც გულისხმობთ. თავისუფალი ჭიდაობა ჯობია იმ მხრივ, რომ თავისუფალი ჭიდაობიდან როცა გადადიხარ MMA-ში, უფრო ნაკლები დრო შეიძლება დაგჭირდეს, რომ გახდე MMA-ის მებრძოლი. სხვა კომბატ სპორტებიდან შეიძლება მეტი დრო დაგჭირდეს და ახსნით რატომ. დავუშვათ MMA-ზე რო გადადიხარ, კი იქ ჭირდება რამოდენიმე უხეშად რო ვთქვათ, ხო? კრივი დაუშვათ გჭირდება, იქ რაღაცა გრეპლინგი გჭირდება, ჭიდაობა გჭირდება, ხო? დაუშვათ ეს სამი კომპონენტი არის: სტრაიკინგი, გრეპლინგი და ჭიდაობა. თუ მიდიხარ კრივიდან, ან დაუშვათ ჯიუჯიტსუდან, შენი კრივიც და შენი ჯიუჯიტსუს უნდა გადააკეთო MMA-ის კრივად და ჯიუჯიტსუს და რა თქმა უნდა ისწავლო ჭიდაობაც, ხო? MMA-ის ჭიდაობაც. თუ ჭიდაობიდან მიდიხარ, შენ უნდა ისწავლო MMA-ის სტრაიკინგი, MMA-ის გრეპლინგი და აი ჭიდაობის გადაკეთება, თავისუფალი ჭიდაობიდან თუ მიდიხარ, თან MMA-ის ჭიდაობად ბევრი არ ჭირდება, რა ფაქტიურად ჭიდაობა არის, აი შეიძლება თქვათ, რომ ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა ყველაზე ნაკლებ შეცვლილია გადათარგმნილი MMA-ში. ამას გულისხმობ. ანუ შესაბამისად ეს დრო შენ რომ ჭიდაობა გადააკეთო MMA-ის ჭიდაობად ეს ფაქტობრივად არ ჭირდება. ანუ რის თქმა მინდა, თავისუფალი ჭიდაობიდან თუ წახვედი, უფრო მეტი შანსია რომ გამოხვიდე კარგი მაღალი დონის მებრძოლი არ არის ასე. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ თავისუფალი ჭიდაობიდან რომ მიდიხარ, შეიძლება უფრო ნაკლები დრო დაგჭირდეს რომ გახდე MMA-ის მებრძოლი. არ ვიცი, რამდენად კარგად ახსენი და რამდენად კარგად გავეცი ამ კითხვას პასუხი. მე მგონი მივხვდებოდით რაც გულისხმობ. ანუ ხარისხზე არ არის რა, თავისუფალი ჭიდაობიდან მისული არ არის აუცილებლად რომ ეს უკეთესი მებრძოლი გახდება ვიდრე კრივიდან მისული. უბრალოდ შეიძლება მალევე გახდეს მებრძოლი ვიდრე დავუშვათ კრივიდან მისული. შემდეგი MMA ზოგადად ვართ ისევ Silent House Music. ახალ ჩემპიონს ვისხედავთ 2026 წელს ჰორიგუჩის გარდა. ჰორიგუჩის გარდა, ნუ ჰორიგუჩისაც ისთვის რომ გახდეს იქ ვერ ვიტყვით რომ რაღაცა ძალიან მარტივია იმ მხრივ რომ იქ პანტოჟაა გაჩხერილი კიდე. გასაგებია რომ ჰორიგუჩი ამ გამარჯვებით ძალიან მიუახლოვდა კონტენტ საჩემპიონო ბრძოლას, მაგრამ იქ სხვებიც არიან. ხო, ვანმა უნდა იჩხუბოს ტაირასთან და იქ რომც შემდეგი რომც იყოს ასე ვთქვათ ჰორიგუჩის რიგი ერთი შეხედვით მასე მარტივად არ არის, იქ პანტოჟაა კიდე და გვავიწეს ასე რომ წლის ბოლომდე არ ვიცი, ჰორიგუჩისთვისაც არ არის მარტივი, რომ წელს გახდეს აუცილებლად. ცოტა მოვლენებმაც უნდა შეუწყოს ხელი. მაგ კუთხით ვარ შორის ჩემი აზრით სუპერფუძულაში უფრო მეტი შანსი ახალ ჩემპიონი ვიყიდოთ, უბრალოდ ახალი ძველი ჩემპიონი. მაგალითად, მერაბ დვალიშვილი დაბრუნდეს ჩემპიონად, იმიტომ რომ ვიცით რომ მერაბ დვალიშვილს წელს შეპირებულები არიან რომ უნდა მიიღოს საჩემპიონო ბრძოლა. კიდე ვინ შეიძლება ნახოთ, ხო, ნუ სხვადასხვა სუბუქწონაშიც დიდი შანსი ახალი ჩემპიონი ყავდეს, იმიტომ რომ თუ ილია თოფურია გაიკიდა ისლამ მახაჩევს უკვე საშუალოში ბუნებრივია უნდა მოიხსნას მაშინ სუბუქწონის კამარი და თუ მოიხსნავს იქაც ახალი ჩემპიონი ვეყოლება. თავის მხრივ, ხო, ნუ ერთი მომენტია კიდე. ყველა წონაში შეიძლება, იცი ხო, გადავხეთ ერთადერთი სადაც მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, ცოტა მყარაძის ტახტზე მეჩვენება ქვემძიმე წონა ალექს პერეირას მომგები, ნუ იქ ზოგადად მარტო ორი შეიძლება იყოს იქ. ან მაგომედ ანკალაევს უნდა შეხვდეს, ტრილოგია შედგეს, ან ჟირი პროხაცკასთან. აქაც ტრილოგია გამოდის, ხო? თუმცა ორივე შემთხვევაში ჩემი აზრით ფავორიტი ალექს პერეირაა. ანუ აქაც შეიძლება ბუნებრივია ახალ ჩემპიონი ნახოთ, მაგრამ აქ ყველაზე მყარაძის თუ შეიძლება ვთქვათ პერეირა. ერთის მხრივ ხამზატის მყარაძის, მაგრამ იქ მის ტრავმებიდან გამომდინარე, სულად შეიძლება უბრძოლველად მოუწიოს მას კამრის მოხსნა.
ნუ ძიმე წონაში ყველაფერი გავგვიβერე. მოკლედ არ ვიცი, თეორიულად ყველა წონაში შეიძლება ვიხილოთ ჩემპიონი, ისე მეგეთქვით ყველაზე მეტი ალბათობით ახალი ჩემპიონი რომელ წონაში იქნება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი შანსია, ყველაზე მეტი შანსია ქალთა უმსუბუქეს წონაში შეიცვალოს ჩემპიონი. ვეილი ჟენგი თუ დაბრუნდა ამ წონაში და პრინციპში უნდა დაბრუნდეს, იმიტომ რომ აბა რა უნდა ხდეს, შევჩენკოსთან წააგო და ეხლა შევჩენკოს დივიზიონში ხوار დარჩება. უნდა დაბრუნდეს შესაბამისად სტროვეიჩი, ხო? და მე არ გონია მაკენზიდერმა შეძლოს და დაიცვას კამარი ვეილი ჟენგთან. მოკლედ, ჩემი აზრით, ყველაზე მეტი შანსი ახალი 2026 წელს ჩემპიონობის აქვს ვეილი ჟენგს. სხვა რაც ყველგან შეიძლება გარკვეული რაღაც სიტუაციები ისე დაალაგდეს, რომ ყველა წონაში შეიძლება შეიცვალოს ჩემპიონი. ვოლკი არის თუ არა ტოპ 5 GOAT-ი ტოპ 5 GOAT ლისტში. შენი აზრით, ამას მეკითხება შალიკო 1. ჩემი აზრით არ არის. და იმიტომ რომ ტოპ 5 ადგილი დაკავებულია. იქნება კითხვა ამაზე და კონკრეტულად ვისით არის დაკავებული, ამასაც გავიგებთ. შემდეგი ლევან მატარაძე. რადგან გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს. როდესაც საჯები რაუნდებს აფასებენ, როგორ ხდება შეფასება? მაგალითად, დასრულდა ერთი რაუნდი, წერენ მაგალითად 10-9. თუ ბრძოლის დასრულების შემდეგ შეუძლიათ ჩასწორება სკორკარდის. ახლო ბრძოლებში არის ხშირად, რომ ერთი მებრძოლი ორი რაუნდი ძალიან მინიმალურად ჯობნის, მაგრამ მეორე მებრძოლმა ბოლო რაუნდში ძალიან დაჩაგრა და მაინც მეორე მებრძოლს მისცეს პირველი ან მეორე რაუნდი. მადლობა წინასწარ მელოდების შენაც ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, აქ აბსოლუტურად გეთანხმებით, მეც მაქვს ეს შემჩნეული და მე მჩება შთაბეჭდილება, რომ აი ეს გადაკეთებული შედეგები, გადაკეთებული რაუნდები არსებობს. თუმცა მეუბნებიან, რომ არ არსებობს. ანუ წესი და რიგის მიხედვით საჯმა არ უნდა გადააკეთოს რაუნდი. თუმცა თქვენი არ იყოს, მეც ხშირად მინახავს ზუსტად ესეთი ბრძოლები, როცა იმის გამო, რომ ეფექტურად დაასრულა ერთ-ერთმა მებრძოლმა ბრძოლა, გადაუკეთებიათ შედეგი რომელიღაც რაუნდში. მეც მჩება ეს შთაბეჭდილება და სიმართლე ამის სულს ვერ ვხედავ. მე ვფიქრობ, რომ სწორიც არის. თუმცა ასე ხდება მართლა თუ არ ხდება არ ვიცი. შემდეგი კითხვა გოგა შანშიაშვილი, რას ფიქრობთ ბატონო, ხაბიბი უკეთესი მებრძოლია თუ ისლამი? და ვინ მოიგებდა პირწმინდად უნარებით? სხვა ყველა გარემოება როგვერდზე გადავდოთ. მოდი ასე ვთქვათ, უნარებით უკეთესი არის ცალსახად ისლამი. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს სპორტი არის ახალგაზრდა და ძალიან სწრაფად ვითარდება, შესაბამისად ძალიან სწრაფად იცვლება თამასა, ასე ვთქვათ, ადის ზემოთ. ეს უნებრივი ამბავია, როდესაც ახალი სპორტია, ნუ ყველა სპორტი ვითარდება, ახალ შედარებისთვის უბრალოდ ფეხბურთიც ვითარდება და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იხვეწება, მაგრამ განვითარების დონე, ცვლილების დონე მაინც უფრო პატარაა. როცა ახალ დაბადებულია სპორტი, პირველ ეტაპზე განსაკუთრებით დიდია ხოლმე ეს ნახტომები, ასე რომ ნუ აი ახლა მაგალითად ხაბიბისნაირი, გახსოვთ ხო, ეხლა ეს ვიდეოებიც დადის მისი სტრაიკინგის შესახებ, ცოტა ღიმილის მომგვრელია, ხო? აი ასეთი სტრაიკინგის მქონე მებრძოლი, თუნდაც ფანტასტიკური ჭიდაობა კონდეს, ამ დონეს ახლა ვერ მიაღწევს. ასე რომ მოდი ასე ვთქვათ, თავის დროზე, თავის ეპოქაში ხაბიბი იყო უდიდესი. ახლა შეიძლება თლათ ისეთი დიდი არ არის და ალბათ არ არის ისლამ მახაჩევი, მაგრამ უნარების მიხედვით ცალკე რო აიღო და უნარებით რო შეადარო, ნუ რა თქმა უნდა ისლამ მახაცევი უფრო სრულყოფილი მებრძოლია ვიდრე ხაბიბ ნურმაგომედოვი. არ ვიცი რამდენად კარგად გავეცი პასუხი ამ კითხვას. გაუმარჯოს გოუთ ბატონ ლადოს. ერთი კითხვა მაქვს, თავიდანვე არ გჯეროდათ და არ გქონდათ იმედი UFC White House-ის ჩატარებაზე და რამ გამოიწვია თავიდანვე ასეთი დამოკიდებულება? ან რატო გეგონათ ასე? სიმართლე გითხრათ, მეც ახლაც ბოლომდე არ გჯერა. ბოლომდე არ გჯერა, ვიცი რომ საუბარი მიდის, მაგრამ არ გამიკვირდება, რომ რაღაც მოხდეს ისეთი, რომ ეს არ შედგეს ეს ივენთი. და თუ რატომ სიმართლე გითხრათ, მე არ მესმის საერთოდ რატომ უნდა ჩატარდეს თეთრ სახში ასეთი ივენთი. ეს ხო ცირკი ხო არ არის, ცირკის შენობა, თეთრი სახლი, ხო? ეს არის ადგილი, სადაც ფაქტიურად სოფლიოს ბედი წყდება ხოლმე ხშირ შემთხვევებში. ხო და რა ვიცი, ჩემი აზრით არ არის ის ადგილი, სადაც ესენი უნდა ტარდებოდეს ესეთი ღონისძიებები. გასაგებია, რომ იქ ყოფილა კრივის მატჩი, მაგრამ ჯერ ის დახურული იყო და იქ მაყურებლები არ შედიოდნენ და არავინ არ უყურებდა. ჯერ ერთი. მე კიდე ხა მე იმის წინამდე კი არა ვარ, ვიცი რომ იქ სხვადასხვა დარბაზებიც არის, სპორტული სავარჯიშოებიც და ყველაფერით არის მოწყობილი იქ თეთრი სახლი, მაგრამ ნუ მე საერთოდ პრობლემას არ ხედავ თუ დავუჩათ რომელიმე პრეზიდენტს უყვარდეს, ანუ კრივიან რამე ორთაბძოლა და რომელიმე პრემიერ-მინისტრს ესპარინგოსთან შეხვდეს იქ თეთრ სახლში, ან რა ვიცით, რომელიმე სხვა ქვეყნის ასევე
ბრძოლის მოყვარულ ხელმძღვანელს შეერკინოს, ანაი პრობლემა არ არის, აქ არის საუბარი ცირკივით არენა გაიხსნა, მაყურებელი მიდის და არ ვიცი. შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ მე ახლა უკვე ნელ-ნელა ცოტა რეალური ჩდება ეს ყველაფერი, მაგრამ თავის დროზე ეს ცოტა კომიკურად მეჩვენებოდა თეთრ სახში რა უნდა ასეთ ივენტებს, არ ვიცი. მოკლედ, დიდად ახლაც არ შემიცვლია აზრი რომ არ მოგატყოთ. შემდეგი კითხვის ავტორი ნათია 9109. ძალიან კარგი რუბრიკა იქნება, მეცაც გეტყვით. შეკითხვა, ხო, ბევრი შეკითხვა აქვს, 5 შეკითხვა აქვს ნათიას. ერთი შეკითხვა უბრალოდ გადადის ილიაზე და ამიტომ ამ შეკითხვაზე იქ გავცემ პასუხს. პირველი შეკითხვა, ისლამი ილია თუ შედგა, უფრო დიდი ბრძოლა იქნება თუ ხაბიბი მაკგრეგორი იყო. იცით რა, ერთი მხრივ შეიძლება ითქვას, რომ თავის დროზე ის იყო უდიდესი და ახლა ეს უდიდესია, მაგრამ თუ მაინც ერთმანეთს შევადარებთ, ჩემი აზრით, ეს უფრო დიდია. აი, თუნდაც იმიტომ, რომ ხაბიბი მაკგრეგორი მაშინ არ იყო 2 წონის ჩემპიონის შეხვედრა, ხო? ჯერ ერთი. პლუს შეგახსენებთ, რომ ისლამი და ილია არიან pound for pound რეიტინგში პირველი და მეორე ნომრები. ხაბიბი და მაკგრეგორი არ იყვნენ პირველი და მეორე ნომრები, მეცაც გეტყვით, პირველი ნომერი არავინ არ იყო, არც ერთი არ იყო მათგან იმ დროს. ასე რომ პრინციპში ლეგიტიმურიც არის თქვათ, რომ ეს უფრო დიდი ბრძოლაა. გარდა იმისა, რომ დღევანდელი განმოსახედით უფრო დიდი ბრძოლაა. მეორე ხუთი ბრძოლა ჩამოგვითვალეთ, რომელსაც ჩავთავ უყურებ და არ ვინანებ. აუცილებლად სანახავი ბრძოლები MMA-ის ახალი გულშემატკივრისთვის, ასე დავარქვათ. სხვადასხვა მსგავს შეკითხვას გვისმევს კიდევ ერთი გამომწერი EN 500OT ის ერთი ვიდეო გამორჩეული ბრძოლების შესახებ კარგი იქნებოდა. აი, როგორ ირჩიოთ დამწყებებს, რომელი ბრძოლებია კარგი საყურებლად და აუცილებლად სანახავი. ხო, ნუ აქ იგულისხმება ძველი ბრძოლები, რომლებიც ნაკლებად გინახავთ ალბათ და სავარაუდოდ არ გინახავთ. ჩამოგითვლით ჩემი აზრით, რომელი უნდა ნახოთ თუ ახლა დაიწყეთ MMA-ის ყურება. პირველი და აუცილებლად ნახოთ ეს ბრძოლა, ეს არის ფორესტ გრიფინი, სტივენ ბონარი. UFC-ში ჩატარებული ბრძოლა 2005 წელს მე მგონი. ეს არის ბრძოლა, რომელმაც აი ალბათ პირველი ბიძგი მიცა აი MMA-მ რომ დაიპყროს, ასე ვთქვათ, მსოფლიო სპორტის გულშემატკივრთა გულები. აი თუ ერთ-ერთი ბიძგი ასეთი იყო კონორ მაკგრეგორი, იქამდე იყო აი ეს და სხვა შორის თვითონ დანა ვაიტი ამბობს და მე ამაში ვეთანხმები, რომ ბევრი თვლის რომ კონორია მთავარი ფაქტორი, რამაც ეს აფხელა აიყვანა UFC და MMA, მაგრამ დანა ვაიტი თვლის რომ აი ეს ბრძოლა იყო მთავარი ფაქტორი და მეც ამას ვეთანხმებით, იმიტომ რომ ამ ბრძოლამ დაძრა საერთოდ ყინული ჩემი აზრით. ფორესტ გრიფინი, სტივენ ბონარი ორჯერ შეხვდნენ სხვა შორის ერთმანეთს და პირველი ბრძოლა ნახეთ, გიჩვენებთ. მეორე ბრძოლა არის ეს სანახაობა, ეს ამ ბრძოლაში დიდად ხარისხს ვერ ნახავთ, მაგრამ სასწაულ სანახაობას ნახავთ. ეს არის პრაიდის არა UFC-ის ბრძოლა. Don Fry, Yoshihiro Takayama. ეს არის ლეგენდარული ბრძოლა, რომელიც დღემდე ლეგენდარულ ბრძოლებში შედის და ალბათ ყოველთვის შევა. ხშირად ახსენებს ხოლმე ამ ბრძოლას, სხვა შორის ჯო როგანი. როცა რაღაცა საშინელი გაცვლები ხდება, აი მაშინ იხსენებს ხოლმე ამ ბრძოლას. Don Fry, Yoshihiro Takayama პრაიდის ივენტზე. ასევე პრაიდის ივენტზე Big Nogi, ანუ ანტონიო როდრიგო ნოგეირა, მირკო კროკოპი. ეს არის, აქ უკვე ხარისხია საუბარი, აქ ერთი მხრივ უნდა ნახოთ, როგორ იცავს მირკო კროკოპი თავს ტექდაუნებისგან და მასტერ კლასი ტექდაუნ დიფენსის 10 წუთი როგორ ერთხელაც თან უბრალოდ არ იცავს, ახლა ჩვენ მიჩვეული ვართ ტექდაუნებისგან დაცვას. უბრალოდ კი არ იცავს თან რო აზიანებს მეტოქეს და აი როგორ უნდა იმოქმედოს სტრაიკერმა თუ არ უნდა რომ მიწაზე გადაიყვანოს მეტოქე, ოდ ისე რომ თან მეტოქე დააზიანოს. და მეორე მხრივ აი თუ რა მაგარი რამე არის ჯიუ-ჯიტსუ და აუცილებელი რამე არის ჯიუ-ჯიტსუ, რომ ერთი მომენტი რომ უკვე საკმარისი გაქვს იმისთვის რომ დაამთავრო ყველაფერი. ნუ სასწაულად დრამატული ბრძოლაა და აუცილებლად ნახეთ. ანტონიო როდრიგო ნოგეირა, მირკო კროკოპი. ეს იყო მესამე ადგილი. მეოთხეზე ერთბაშად სამ ბრძოლას ვიტყოდი, უბრალოდ ტრილოგიას. ჯორჯ სენ-პიერი, მეტ ჰიუზი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მე გირჩევთ რომ სამივე ბრძოლა ნახოთ აუცილებლად თან მიმდევრობით. პირველი ბრძოლა, როდესაც მეტ ჰიუზმა მოიგო და შემდეგ ორი ბრძოლა, რომელიც მოიგო სენ-პიერმა. აი როგორც იყო ქრონოლოგიურად ისე ნახეთ, როგორ ვითარდება GSP და რატო იყო ეს უდიდესი მებრძოლი, როგორ ყველა კარიერის ყველა ნაბიჯზე რაღაცეებს იმატებდა, ვითარებდა და იხვეწებოდა. და ნუ მეხუთე ავარჩიე, ნუ კიდევ ერთი სასწაულად აქაც ხარისხი არ არის საუბარი, გაცვლები თუ გიყვართ და აი თუ გიყვართ თავარი ადრენალინი, რომ წამოვიდეს, ასევე პრაიდიდან
კაზაიუკი ფუჯიტა, ჯეიმს ტომპსონი. ეს 2006 წელს ჩატარდა ეს ბრძოლა. აბსოლუტური წონის გრან-პრი ჩატარდა პრაიდში და, იქ ჩატარდა ეს ბრძოლა. გადავედით შემდეგზე, ხო, დაუბრუნდით სხვათა შორის იქ დათიას კითხვები მე მგონი ბოლომდე არ გავიარეთ. ხო. მაინ გაფუროვის ბრძოლას თუ უყურეთ, მერაბის მეგობარია, მერაბი ყავდა კუთხეში. მერაბი ეუბნებოდა ჯერ რაუნდის დასრულების ხმა იყო და შემდეგ დათაფა მოინმაო. აშკარად პირიქით იყო თქვენი მოსაზრება ამ ბრძოლაში. მეც მომეჩვენა რომ სწორად მოხდა მოიგ და მეც მგონია რომ დათაფა იქ და ახლა გასაგებია მერაბი მისკენ იყო და ბუნებრივია შეიძლება მოეჩვენა რომ ასე არ იყო. მეხუთე, ყველაფერში გათვითცნობილი ადამიანი ხართ, ფორმულა 1-საც თუ უყურებთ, ამ სპორტზეც მოგწეთ ხოლმე კითხვებს. ხო, ფორმულა 1-ზე შეგიძლიათ არ მომწეროთ, იმიტომ რომ არ უყურებ და არ ვარ გათვითცნობიერებული, ალბათ მან უფრო მეუბნა კითხოთ თქვენ, რა კი ესე თქვენ უყურებთ, მე ნამდვილად არ ვიცი არაფერი ფორმულა 1-ზე. შემდეგი კითხვა, მეცაც ძალიან მაგარია, მაინტერესებს შენთვის ყველა დროის pound for pound top 5 რეიტინგი UFC-ში, წარმატებები. კი ბატონო. ჩემი აზრით, პირველი GSP, მეორე Anderson Silva, თუმცა ეს ობიექტურად ვიტყვი, რომ შეიძლება შეიცვალოს. ახლა მე GSP-ს ფანი ვარ და პირველს Anderson Silva-ს დაასახელებთ, არაფერი აბსოლუტურად გაქვთ უფლება. მოკლედ, GSP, Anderson Silva, მესამე John Jones-ი, ჩემი აზრით, მეოთხე BJ Penn და ვინმეს თუ გონია, რომ ძალიან მაღლაა BJ Penn, მე გეტყვით, რომ პირიქით, BJ Penn წესით უფრო მაღლაც იქნებოდა, უბრალოდ Frankie Edgar-თან არ უნდა წაიგო ამდენჯერ, ეს არის უცნობი. არ უნდა აგებდეს Frankie Edgar-თან და ამიტომ მეოთხეზე უფრო მაღლაც და BJ Penn-ის წაგებები თუ გებევრათ, რომ იცოდეთ, ძირითადად ეს წაგებები არის ძალიან დიდ და მძიმე მებრძოლებთან, მაგალითად BJ Penn-ი შეხვდა, შეგახსენებთ, BJ Penn-ი იყო სუბუქწონოსანი. BJ Penn-ს მაგალითად შეხვედა აქ ჩატარებული ლიოტო მაჩიდასთან, რომელიც ზოგადად ქვემძიმე წონოსანი იყო და ამ დროს როცა შეხვდა, საერთოდ მძიმე წონოსანი იყო მაჩიდა. და ამიტომ აგებდა ბევრჯერ BJ Penn-ი. და მეხუთე ადგილზე, რავი, ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ხაბიბი დავაყენე მაინც, ხაბიბი მაინც ხუთეულში ადგილს ჩემი აზრით იმსახურებს. ანდრია თავართქილაძე 3. შეიძლება დამაგვიანდა კითხვის დაწერა, მაგრამ კითხვა მას ზოგადად სპორტად აღქმაზე. როგორ შეიძლება ადამიანები გავანათლოთ, რომ ეს არა მუშტიკრივი, არა წიხლაობა, არამედ სტრატეგიული ბრძოლაა და ამასთან ყველას ერთნაირი უნარები და მსგავსი ბაზა არ აქვს, მაგალითად მერაბს არ შეუძლია ილიას მსგავსად გათიშვა და რაღაც მსგავსი. ან როგორ შეიძლება პოპულარიზაცია მოხდეს არა მარტო აჟიოტაჟით და ინტრიგით. საიდან და ხო, კი ბატონო. თავარი, რაც შეიძლება აუხსნათ ხალხს ის არის, რომ საიდან დაიწყო მოდის სპორტი. საერთოდ როგორც ასეთი სპორტი საიდან დაიწყო. პირველ ყოფილი სპორტი ალბათ იყო, რომ ალბათ არა, ეს იყო, რომ ორი მამაკაცი ალბათ შეერკინა ერთმანეთს, ვინ მოერეოდა. ეს იყო და ეს. საერთოდ სპორტის წარმოშობა მოდის აქედან. პირველი სპორტის საწყისები რა იყო? გლადიატორების ბრძოლები, ხო? იგივე შუა საუკუნეებში ხდებოდა პაექრობები, შერკინებები, რაინდული თამაშები, ასე ვთქვათ. ყველაფერი ეს იგივე გავიხსენოთ ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშების დაწყება, რომელიც სხვათა შორის პირველი დისციპლინები იყო კრივი და ჭიდაობა იქაც. შემდეგ ამ ყველაფერმა იქიდან გამომდინარე, რომ აღმოჩნდა, რომ ეს არის სერიოზული სანახაობა და ძალიან კარგი მართვის იარაღი, უკვე გამრავალფეროვნების აუცილებლობა გაჩნდა და წავიდა იქ მერე სირბილი, რაღაცები ვისროლა, ასე შემდეგ, გუნდური სახეობები და ასე შემდეგ. ანუ იმის გამომდინარე, რომ რეალურად აი ეს, რომელსაც სპორტად ართვლიან, არის აბსოლუტურად ყველა სპორტის საწყისი. ანუ ყველა სპორტის ყველა სახეობა არის რეალურად ბრძოლის იმიტაცია. ის კი არა, ყველაზე არაკონტაქტური სპორტის სახეობა ჭადრაკი არის პირდაპირ ომის იმიტაცია. ასე რომ, თავარი არგუმენტი, რომ ეს სპორტი არის ალბათ ეს, რომ რეალურად სპორტის საწყისებთან ყველაზე ახლოს არის სწორედ აი ეს სანახაობა. პრინციპში მეტი რა შეიძლება ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. სხვა ახლა შეიძლება იქ ტაქტიკურ სვლებს და ასე შემდეგ ის რა ვიცი თუ არ გინდა რომ სპორტად დაინახო, მაინც ვერ დაინახავ. მე ამის ყველაზე კარგი მაგალითი მაქვს იგივე სუმოდან, ხო, ერთი თუ არ გინდა დაინახო სუმოში სპორტი, უბრალოდ ვერ დაანახებ ძალით ადამიანს და იგივე აქაც ახლა თუ არ უნდა დაინახოს ეს დაანახებ. ერთი რაც შეგიძლიათ ამათ უთხრათ, რომ ყველა სპორტის საფუძველი მოდის აი აქედან.
და ბოლო ასე ვთქვათ, პრინციპში ამ ზოგად საკითხებში ბოლო თემა ორი ავტორისგან, კითხვის ავტორისგან, რევაზ გარდავაძისგან და X-Men-ისგან არის წონის კლებასთან დაკავშირებით. პირველი კითხვის ავტორი, ორივე არის სამართლიანად აღშფოთებული, რომ უკვე ყელში ამოვიდა ეს წონის კლების ფაქტორები, ის რომ ზოგი ვერ დებს წონას, ზოგი დებს, მაგრამ ისე დებს, რომ ნახევარი გამოდის თავის შესაძლებლობებით და რა უნდა უშველოთ ამას. ერთის აზრით, აი ეს მაგალითად რევაზ გარდავაძე თვლის, რომ ხوارჯობია ბრძოლის კვირას აწონონ ყოველ დღე და 7 დღის საშუალო წონა ჩააბარონ ან ბოლოს 3 დღის საშუალო და თავადვე დაამატა რომ ლოჯისტიკურად ცოტა ძნელია და მართლა ძნელია და თან ეს დიდად არაფერს არ შეცვლის რა ამ 7 დღის განმავლობაში ერთი დღე რაღაც სასწაულად დაიკლებენ და საშუალო მაჩვენებელს ქვემოთ დაწევენათ დიდად ეს გამოსავალი არ არის. აი რაც შეეხება X-Men-ს ჩემი აზრით ჩემი პასუხია ზუსტად ის რასაც წერს X-Men. ბატონო რადო ხომ არ ფიქრობთ რომ ნელ-ნელა მოდის დრო როცა წონის კლების ჯოჯოხეთი მოშორდება MMA-ის მაგალითად ახლა აწონებიდან ბრძოლამდე დაახლოებით 30 საათი აქვს ხოლმე მებრძოლებს რა დროშიც დაკრებულია 10-12 კილოს აღდგენას ახერხებენ თუ აწონებს გადავიტანთ ბრძოლის დაწყებამდე 12-15 საათით ადრე მებრძოლები აღდგენას ვერ მოასწრებენ და შესაბამისად ყველა მეტნაკლებად თავის ბუნებრივ წონაზე გამოვა. დაახლოებით ასე ხდება ჯუდოშიც და ჭიდაობაშიც, ანუ მოჭიდავეების და ჯუდოკებიც იკლებენ წონას, მაგრამ იკლებენ 4 კილოს, იმიტომ რომ აწონვიდან ბრძოლამდე მოკლე დროა და მეტის აღდგენას ვერ მოახერხებენ. საერთოდ ამ წონის კლების ჯოჯოხეთის დამთავრების დრო არ დადგა, რას ფიქრობთ ამაზე? ზუსტად ეს მინდოდა მეთქვა რა. მე დიდი ხანია ვინც მე მისმენს, რომ ამას უკვე წლებია ვიძახი, რომ ამის გამოსავალი არის ერთადერთი. უბრალოდ აწონები გადაიტანონ ბრძოლის დღეს. ანუ დაუშვათ დილით ან შუა დღეზე იყოს აწონები და საღამოს იყოს ბრძოლა. ეს გამოიწვევს იმას, რომ უკვე ესეთი ჯოჯოხეთური წონის კლებას უკვე ფიზიკურად სისულელე იქნება ამის კეთება და მივიღებთ რეალურად მართლა სამართლიან ბრძოლებს, იმიტომ რომ ახლა მართლა ვერ გაიგებ ხა. ახლა ხან რო იყო ბაუტისტა და ოლივეირას შორის ბრძოლა, ვინისიუს ოლივეირას შორის, ნუ იქ იყო საუბრები, რომ 25 კილო დაიკლო ვინისიუს ოლივეირამ და საერთოდ ვერ ბრძოლაშიც ჩანდა, რომ ვერ იყო ეს ადამიანი ხა. მე ვერ ვხვდები იქ წავიდა საუბარი ბაუტისტამ რა მაგარი პერფორმანსი დადო, მაგრამ რა აზრი აქვს? თუ შენი მეტოქე არის თავისი ნახევარი და სუსტად არის, სუდად გზნობს თავს. რა ვიცი, მასთან პერფორმანსით ან იმ მებრძოლზე როგორ უნდა იმსჯელო? ხა აზრი აქვს რამე იმსჯელოთ, როგორი მებრძოლია ბაუტისტა, თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ მისი მებრძოლი იყო მისი მეტოქე იყო თავისი შესაძლებლობების ნახევრით გასული. ხო, რა აზრი აქვს? ანუ უკვე ნელ-ნელა ჩვენ გვაინტერესებს ამ ორ მებრძოლს შორის ვინ არის უფრო ძლიერი, ხო? და არა ის, ვინ უკეთესად გზნობს თავს წონის აღდგენის შემდეგ და ნელ-ნელა მივდივართ იქითკენ. და აბსოლუტურად მეც ვიზიარებ აი ჩვენი მეგობრების აღშფოთებას და ვთვლი, რომ ამას ბოლო უნდა მოეღოს და მეც X-Men-ის არ იყოს, აი ამ გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში გამოსავალს ხედავ აი ამას. რომ უბრალოდ ახლოს გადავიდეს აწონვა ბრძოლასთან, რომ იმის არ ცუნებაც არ ქონდეს მებრძოლს იმის რომ აქ რაღაცები იმაიმუნოს თავის წონასთან მიმართებაში. ხო, მოვჩით ამ თემასაც და შემდეგი თემა გვაქვს ქართველი მებრძოლები. და აქ ვიწყებთ ნათია 91-09-1 კითხვით, რომელიც გადმოვიდანთ აქეთ. ილიას და მერაბს შემდეგ ვის მოისაზრებთ მესამე ქართველ ჩემპიონად? ამ გადმოსახედიდან, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ თუ ვინმეზე შეიძლება მოვისაზროთ, ალბათ ვინც არის დღეს UFC-ში ხო ქართველებიდან. აქედან მოდი ობიექტურად ვთქვათ, რომ არავის. რაც ძალიან დასანანია, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათგანი იყო, ორი მათგანი იყო საკმაოდ ახლოს, განსაკუთრებით მეორე. პირველი გულისხმობ, რა თქმა უნდა, გიგა ჭიკაძეს, რომელიც ტოპ 5-ს მიუახლოვდა ძალიან და ერთ ნაბიჯზე იყო და იმის შემდეგ შეიძლება საერთოდ ბრძოლა მიიღო. თუმცა სამწუხაროდ არ გამოვიდა და ახლა ალბათ ხელმეორედ ისევ მედების, ასე ვთქვათ, დასახვა ალბათ არ იქნება სწორი. სწორი რა შეიძლება დავისახოთ, მაგრამ რეალური არ იქნება. და მეორე, რაც განსაკუთრებით ჩემთვის გულდასაწყვეტია, ეს არის რომან დოლიძე, რომელიც ძალიან ახლოს იყო ჩემი აზრით სატიტულო ბრძოლასთან. თუ გახსოვთ ZZ3 ეფექტური გამარჯვების შემდეგ, ეს არის დაკასთან გამარჯვების შემდეგ, ფილ ხოსთან გამარჯვების შემდეგ და
ჰერმასონთან გამარჯვების შემდეგ უკვე ტოპ 10-ში შევიდა რომან დოლიძე და მიიღო ბრძოლა მარვინ ვეტორისთან, რომლის მოგების შემთხვევაში აუცილებლად მიიღებდა ბრძოლას უკვე ადესანიას წინააღმდეგ სატიტულო ბრძოლას. და გულდასაწყვეტი იმიტომ აღასაგებია იქ გამაცდას ვერ მოიგო, მაგრამ მარვინ ვეტორი აბსოლუტურად გავლადი იყო რომან დოლიძეს, რაც დამტკიცდა სხვა შორის მათ შორის ჩატარებულ მეორე ბრძოლაში. უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო, ძირითადად ტაქტიკური, ვერ მოიგო ის ბრძოლა რომანმა და გულდასაწყვეტი კიდევ იმიტომ არის, რომ გამარჯვების შემთხვევაში ხო იღებდა საჩემპიონო ბრძოლას და აი მის ნაცვლად საჩემპიონო ბრძოლა მიიღო, შეგახსენებთ, დიკუს დუპლესიმ. და აი იმ ბრძოლიდან დაწყებული ადესანიამ ზედიზედ წააგო ძალიან ბევრი ბრძოლა, ახლა მეზარება იქ ნახო, შემიძლია ნახო პრინციპში ეგეც. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ხდებოდა სატიტულო ბრძოლაზე ადესანიასთან გადიოდა რომან დოლიძე იმ პერიოდში, როცა ადესანიას დაეწყო ზუსტად ეს ძალიან ცუდი სერია. ნუ პირობითად კიდევ ერთხელ ვამბობ იმ თარიღიდან, როცა იდეაში შეიძლებოდა ადესანიას შეხვედროდა რომან დოლიძე, ადესანია აგებდა და აგებდა ყველასთან. სხვა შორის იგივე დრიკოს დუპლესისთან რო წააგო ადესანიამ, ჩემი აზრით ეს უკვე იმის ნიშანი იყო, რომ ძალიან ცუდი პერიოდი დაიწყო ადესანიას, იმიტომ რომ პრაიმ ადესანიასთან ჩემი აზრით დრიკოს დუპლესის უბრალოდ არანაირი შანსი არ ექნებოდა. იქ რომ ადესანიამ მოუგო დრიკოს დუპლესიმ მოუგო ადესანიას, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ადესანიას დაიწყო რეგრესი. კი ბატონო, ხო, ნუ უბრალოდ დრიკუსთან უკვე წაგებ, არა, ბოტიში სტრიკლენდთან წაუგია. სტრიკლენდმა მიიღო ბრძოლა, დრიკუსი არაფერში არა, სტრიკლენდთანმა მიიღო ბრძოლა რომანის მაგივრად, ფაქტობრივად ესე ვთქვათ, რომანმა ვერ მოუგო ვეტორის ვერ შეხვდებოდა ადესანიას, იმიტომ რომ სამჯერ თუ ორჯერ ავდა დამარცხებული და მის ნაცვლად სატიტულო ბრძოლა მიიღო შონ სტრიკლენდმა. წააგო სტრიკლენდთან ადესანიამ, წააგო შემდეგ დრიკუსთანაც და წააგო ნაცვლად იმავთანაც. ანუ მას შემდეგ ადესანია ვეღარ იგებს. თან კიდევ ერთხელ ვამბობ, სტრიკლენდის, დრიკუსის და პრინციპში იმავოვიც პრაიმ ადესანიასთვის ჩემი აზრით იყვნენ აბსოლუტურად გავლადი მეტოქეები და რატომაც არ უნდა მოიგო დაუშვათ ადესანიასთვის მაშინ რომან დოლიძეს. ხო, აი ეს არის უბრალოდ გულდასაწყვეტი ჩემთვის, ამიტომ ვთქვი რომ განსაკუთრებით გულდასაწყვეტია თქო. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ილიას და მერაბის გარდაც შეიძლებოდა ჩვენ ყოლოდა ჩემპიონები, თუმცა ახლა ამ გადმოსახედიდან ვინც არიან MMA-ში, მოდი ვთქვათ პირდაპირ რეალურად რომელიმე გახდეს კიდე ახალი ჩემპიონიო ამ ორის გარდა, ალბათ რთულია ამის თქმა. რაც შეეხება იმას, ვინც ჯერ არ არიან, ნუ აქ რთულია თქმა, იმისთვის რომ პოტენციალი ძალიან ბევრს აქვს, ჩვენ ვიცით რომ ძალიან ახლოს არის UFC-ს ბრძოლებთან. UFC-სთან საერთოდ ამირან გოგოლაძე, არის საკმაოდ ახლოს ლევან ჩოხელი, ტანზილოვია იქვე, შეგახსენებთ, არ ვიცი ამდენად ახლოს არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოდის ისო ბაბულაიძე, რომელიც ძალიან კარგად გამოდის, არის დაუმარცხებელი, არის სერიოზული ორგანიზაციების ჩემპიონი, თან ისეთი ორგანიზაციების, საიდანაც ჩემპიონები ზოგადად ხდებიან, Cage Fury-დან და Ring of Combat-დან მიდიან, როგორც ეს ჩემპიონები UFC-ში, მაგრამ რა ხდება იცოზე, არ ვიცი, რატომ ვერ აქამდეც უნდა გვენახა დებიუტი, არ ვიცი დეტალები. მაგრამ აი მაგალითად იგივე იცო ბაბულაიძე, იგივე ამირან გოგოლაძე, ჩემი აზრით UFC-ში რო იყვნენ, აი ძალიან მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოთ, ორივეში ვხედავ უზარმაზარ პოტენციალს. რა თქმა უნდა, ხართ რთულია თქმა, რომ გახდება ჩემპიონი თუ არ გახდება, იმიტომ რომ იქ ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული, იგივე იღბალზეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ მონაცემები მაგალითად ამ ორ მებრძოლს აქვს ისეთი, რომ მე მაგალითად აბსოლუტურად რეალური მგონია, რომ უმაღლესი მწვერვალებისთვის იბრძოლონ ერთმანს და მეორემაც. თუმცა, კიდევ ერთხელ ჯერჯერობით არც ერთი არის UFC-ში. შემდეგი, ლადო ძალიან კარგი წამოწყება, ჩედინიო მეუბნება და შენი პასუხი მithumedes კარგი იქნება. კითხვა: რას ფიქრობ ბიზინა გავაშელზე და თუ ფიქრობ, რომ შეიძლება ამ ბიჭისგან ველოდოთ ხამარს? ძალიან მე პირადად გული მწყდება ძალიან ბიზინაზე, იმიტომ რომ ბიზინა იყო ჯერ კიდე დამწყედი მებრძოლი, როდესაც ასე ვთქვათ, თვალი დავადგი მას და ძალიან დიდ პოტენციალს ხედავდი მასში. სხვათა ის რომ მართლა პოტენციალი ჰქონდა და სწორად დავინახე, ეს მან დაამტკიცა, უბრალოდ სამწუხაროდ დაამტკიცა იმ გზაზე და იმ ორგანიზაციებში, რომელშიც ალბათ, არ იყო საჭირო რომ წასულიყო, მაგალითად ACA-ში. მე არ ვიცი ხა რამდენად ACA-ში ნაბრძოლ სპორტსმენს შეიძლება დაუძახონ UFC-ში.
მოთ არ ვიცი. არ ეძახიან ხოლმე და ამიტომ იმედი დავიტოვოთ რომ ბიზნესზე გამონაკლისი გააკეთებენ, მაგრამ ვფიქრობ რომ ალბათ ვარ წასულიყო ACA-ში შეიძლება ახლა ბევრად ახლო ყოფილიყო UFC-სთან ან სულაც UFC-ში ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში თავისი უნარებით ბიზნესა გავაშელიშვილი ჩემი აზრით თავისუფლად შეეძლო, აი აქამდე UFC-ში რო ყოფილიყო, ახლა ჩემი აზრით დიდი შანსია ბიზნესა გავაშელიშვილი ყოფილიყო ტოპ 10-ში, მან ტოპ 5-თან ახლოს თუ არა, ტოპ 5-ში თუ არა, ტოპ 5-თან ახლოს მაინც. აი ძალიან ნიჭიერ მებრძოლად ვთვლი და ვთვლი კიდევაც ბიზნესა გავაშელიშვილი, რომელიც ხეჭვეს ახლაც ახალგაზრდა 27 წლის არის, ყველაფერი წინ აქვს უბრალოდ. იქიდან გამომდინარე სტრუქტურა არ არის ამ სპორტში, ხო, რაღაცა კარიერის სტრუქტურა, სადაც აი რომ დაადგე გზას და მიგიყვანოს, ხო, შენ ივარჯიშო, იმუშაო, მოიგო შეჯიბრებები და მიხვიდე თავისით. ასე არ არის სტრუქტურა. აწყობილი აქვს რაღაცა სხვა რაღაცა კიდე გჭირდება მიმართულებები, რომ პირდაპირ გაგებით მიმართულებები რომ მოგცენ და რაღაცა სწორი გზები აერჩიო და ესეც მნიშვნელოვანია ამ სპორტში და მავიცი იმედ დავიტოვოთ რომ ბიზნეს რაღაცნაირად იპოვის გზას ბიზნესს აი ამ ორგანიზაციისკენ, თავარი ორგანიზაციისკენ, იმიტომ რომ მართლა ვთვლი რომ უდიდესი პოტენციალი აქვს მას და ძალიან მინდა იყოს ამ ორგანიზაციაში. გადავედით ორ მთავარ ქართველზე. მერაბი გიორგი გაბელია გვეკითხება, წლის ბოლოს ჩემი აზრით მერაბი უნდა ავიდეს უკვე და გამოაცოცხლოს ქვემსუბუქი წონა. ამ წონაში მე თუ მკითხავ იანის გამო უნდა დარჩეს და ჩხუბის შემდეგ ეგრევე ავიდეს ზედა წონაში. დროა უკვე ახალი გამოწვევების ასაკიც აქვს და მით უმეტეს წონის კლებაზე ძალიან რა უჭირს ამაზე აქვს კიდე ავტორს გიორგი გაბელიას საუბარი. აბსოლუტურად ვეთანხმები გიორგის. მე საერთოდ სიმართლე ვთქვათ იანთან ბრძოლამდეც ფიქრობდი რომ თუ გახსოვთ Fight Night Live-ში თუ კიდევაც ძალიან კარგი იქნება თუ ვოლკანოვსკის შეხვდა. აი კონკრეტულად ვოლკანოვსკისთან ვთვლი რომ მერაბს აქვს ძალიან კარგი შანსები. და იქნებოდა ძალიან კარგი გამოწვევა მერაბისთვის. სამწუხაროდ მერაბმა სხვა გამოწვევა აიღო. ზოგადად მე გული ამაზე მწყდება რომ ბევრი გამოწვევა შეიძლებოდა აიღო მერაბს. ერთი ზედაწონაში ასვლა და იქ გაბრძოლება ჩემპიონობისთვის, რომელიცაც მე მინდოდა ძალიან რომ გაეკეთებინა. მეორე მაგალითად გაკიდებოდა ისევ და ისევ აი უწყვეტ სერიას არა წელიწადში 4 ჩემპიონობას, არამედ უწყვეტ სერიას, იჩქარებდა უბრალოდ, დაეგეგმა რომ 2-3 ჯერ კიდე დაეცვა. გამარი რომ დავუშვათ მოეხსნა ყველა რეკორდი, ხო? უწყვეტად გამარჯვების რეკორდი. სამწუხაროდ მე მაინც და მაინც აი ის რეკორდი აერჩია, რომელიც ჩემი აზრით ვერაფერ ნაკლებად ფასობს კიდევაც და თან ძალიან დიდი რისკიც იყო ის, რომ აი წელიწადში 4 ჯერ დაცვა. რას იზავ? ასე თუ ისეა მეც გეთახმებით აბსოლუტურად, რომ მე ვფიქრობ, რომ უკვე ახალი გამოწვევის დრო არის და მე ვფიქრობ, რომ კი, ამ წოდაში იქიდან გამომდინარე წააგო პიოტრიანთან აუცილებლად დასაბრუნებელია კამარი. და როგორც კი დაიბრუნებს კამარს, ჩემი აზრით, მეც აბსოლუტურად თქვენთან ვარ და ზუსტად ვიზიარებ ამას, უნდა ზედა წონაში გამოიწვიოს ალექსანდრე დიდი. მე ყოველ შემთხვევაში თქვენთან გიორგი გაბელიასთან ერთად ასე ვფიქრობ. შემდეგი გუგა შალიკიანი წერს, მერაბმა ჯობს მოიცადოს წლის ბოლომდე იანისთვის თუ იბრძოლოს მანამდე დროებიძე ან ვინმე კარგ კონტენდერთან. მე ვფიქრობ, რომ დროებიძე არ უნდა იბრძოლოს. უნდა იბრძოლოს აუცილებლად კამარზე, ან დაელოდოს წლის ბოლომდე თუ როგორც არის იანს, თუ იანს კიდე უფრო ეწელება, მაინც არ იბრძოლოს დროებით კამარზე. უბრალოდ თუ კიდე ეწელება იანს მაშინ ჩამოართვევენ დიდი ალბათობით კამარს გამოაცხადებენ ვაკანტურთან და ვაკანტურ კამარზე იბრძოლოს მერაბმა ვინმე სხვა კონტენდერთან არ აქვს მნიშვნელობა. დროებიძე არა ოღონდ, სრულფასოვან კამარზე უნდა იბრძოლოს. ან იანთან, ან ვაკანტურზე ვინმე სხვასთან. ჩემი აზრით ასეა. დროებიძე არ უნდა იბრძოლოს არავითარ შემთხვევაში. შემდეგი რეინგ გვეკითხება. რაინგ. სალამი ლადო, იმედია ალექსანდრე ეტაპ-ეტაპ მივა კამრამდე, მაგრამ პარალელურად თუ გავითვალისწინებთ მერაბის ხასიათს და შესაძლებლობას, შეიძლება ისე მოხდეს, რომ კიდევ მერაბი იყოს კამრით. როგორ გათამაშდება აი ყველაფერი შენი აზრით? რომ მივიღოთ ეს რეალობა, მერაბი 155 თუ თოფურია. ხო. სხვათა შორის არ არის გამორიცხული იქიდან გამომდინარე, რომ კარგად მიდის ალექსანდრე, თან ეხა ილიას ძმა რო არის, რა თქმა უნდა, ეს ყველანაირად დაეხმარება. სულად შეიძლება ერთ თორ ბრძოლაში ალექსანდრე თოფურია სქონდეს უკვე ლეგიტიმური უფლება მოითხოვოს სადიტლო ბრძოლა. გააჩინა რა თქმა უნდა ვის შეხვდება ამ ორ ბრძოლაში. ამასობაში ხა ამ ორ ბრძოლის განმავლობაში შეიძლება უკვე კამრით ისევ მერაბ დვალიშვილი იყოს.
ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ ამაზე სხვა ჩვენს მერაბმა თვითონაც თქვა რამდენჯერმე და აი დარწმუნებული ვარ რომ მერაბი ასე იზავს მისი ხასიათიდან გამომდინარე თან აი 100%-ით ვარ დარწმუნებული 99-ის არა რომ როგორც კი ასე ვთქვათ სატიტულო ბრძოლის ასე ვთქვათ პრეტენდენტი გახდება ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდება ალექსანდრე თოფურია თუ ასე მოხდა პირდაპირ მოიხსნის ჩემი აზრით მერაბ დვალიშვილი ქამარს და აი მაშინ მაინც მოითხოვს ზედაწონაში ასვლას თუ მანამდე არ ექნა მოთხოვნილი რაზეც ჩვენ წინა კითხვის პასუხის გაცემის დროს ვისაუბრეთ. მოკლედ ის გამორიცხეთ ერთმანეთთან არ იბრძოლებენ აუცილებლად ჩამოეცლება თავისით ჩამოეცლება გზიდან მერაბ დვალიშვილი. ჩამოეცლება რა მერაბ დვალიშვილი ასე შეხედავს ამ საქმეს რომ მე უკვე გავაკეთე ეს საქმე ახლა დროა სხვა ქართველმა გააკეთოს და ის იქნება და ის რასაც მე პირადად მივესალმები. მერაბ დვალიშვილზე მოვჭით, ახლა მოდი გადავიდეთ ილია თოფურიასთან დაკავშირებულ კითხვებზე. გოგა ლაზარიშვილი გვეკითხება ბატონო ლადო, პირველ რიგში უდიდეს პატივისცემა. რაც შეეხება კითხვას ილიას ეხება. კერძოდ არიან UFC-ს წამყვანები თუ ყოფილი მოჩხუბრები, UFC ვინც კითხვის ნიშანს უსვავს მის ჭიდაობას ან გრეპლინგს. აქვე ვხედავთ ილიას ძველ ბრძოლებს თუ სავარჯიშო ვიდეოებს, სადაც ძალიან ელეგანტურად მოძრაობს და ეტყობა რომ კომფორტულად და ქვევით. ასევე გვაქვს ოლივერესთან ჩხუბი, სადაც 2 წუთიან მონაკვეთში ძალიან მაღალი კლასი აჩვენა. თქვენი აზრით, რა ილიასთვის რომელიმე ბრძოლი შეიძლება იყოს ისეთი, ვისი დამარცხებისას მსგავსი ტიპის UFC-ს სპიკერებს დაადუმებს. რეალურ ჩუბზე მაქვს საუბარი, ისლამი არ იგულისხმება. და თქვენი პროგნოზი მსგავსი დაპირისპირების რა შეიძლება იყოს. ხო, პრინციპში იცი რა არის? მე არ მგონია, რომ დიდად, ყოველ შემთხვევაში კომპეტენტურ ხალხს ამაზე ეჭვიეპარებოდეს ილიას გრეპლინგზე. უფრო ისლამთან დაკავშირებით, როცა ისლამს უპირატესობას ანიჭებენ გრეპლინგში, ეს არის ამის მიზეზი არის არა ის, რომ მათ ეჭვიეპარებათ ილიას უნარებში გრეპლინგში, არამედ ის, რომ უბრალოდ ისლამი მასე დიდი და მძიმეა და ჭიდაობის და გრეპლინგის დროს ზოგადად წონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ხრივ არის აზრი იმაში რომ გამოთქვან მოსაზრება რომ მიწაზე უპირატესობა ექნება ისლამს, იმიტომ მართლა ექნება, იმიტომ დიდია ისლამი და ჭიდაობაში ახლა ვისაც ჭიდავია, ამეთანხმება წონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება იმას რომ უნარებში მე არ მგონია ვინმე ეჭვიებარებოდეს სიმართლეებითაც ილიას, ხა ვინმე ვისაც ორი ბრძოლა აქვს ილიას ნახი კი იმას ალბათ ეჭვიებარება, მაგრამ ხა ძირითადად ყველა მიცის რომ ძალიან მაღალი დონის გრეპლინგი აქვს და ძალიან ძლიერია მიწაზე ილია. ხო, მოკლედ რაც შეეხება იმას რომ აი ისეთებიც რომ დაადუმოს ვისაც არ უნახავს და არ იცის ინფორმაცია არ აქვს ყოველ შემთხვევაში ილიას ბრძოლებზე. ნუ ეს იცი თვითონ ილიაზეა დამოკიდებული, უბრალოდ ილია იმდენს ჩუბავს ფეხზე და იმდენს თიშავს ფეხზე რომ არ უნახავს ბევრს მისი გრეპლინგი. როგორც კი ილია გადაწყვეტს რომ ვიღაცა მოგუდოს და მიწაზე მოუღოს ბოლო, მაშინვე დაინახავენ ამას. ანუ მეტოქეზე არ არის აქ საქმე, ანუ ვის უნდა მოუგოს, როგორ უნდა მოუგოს, თვითონ ილიასზეა ეს საქმე. დაუშვათ ახლა Justin Gage-ის, მე დარწმუნებული ვარ ილია ჩუა ფეხზე, მაგრამ უცებ რომ მოინდომოს ილიამ და მიწაზე გადაიყვანოს და იქ მოგუდოს, ეს უკვე საკმარისი იქნება იმისთვის რომ აი ეს სკეპტიკოსება ნახავენ, ვა რა მაგარი ყოფილა მიზაზეო რა, ამის თქვა მინდოდა უბრალოდ. მეტოქეში არ არის საქმე, თვითონ ილიას გადაწყვეტილებაში საქმე. შენდა იკითხვა, მლადო რას ფიქრობ ილია ისლამის დაპირისპირებაზე, შეიძლება რომ შედგეს? არა თუ შეიძლება, ჩემი აზრით ილიას და ისლამს შორის დაპირისპირების ჩანიშნასთან ვარ ძალიან ახლოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ გულისხმობ იმას, რომ ხვალვე ჩაინიშნება ეს ბრძოლა, შემდეგი ბრძოლა იქნება. უბრალოდ ყველაფერი მაგისკენ მიდის. რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევს ილია და ისლამიც პარალელურად, მით უფრო იზრდება ამ ბრძოლის ჩატარების ჩანიშნის ყოველ შემთხვევაში ალბათობა და სურვილი საერთოდ MMA-ის სამყაროში. მეცაც გეტყვით, ილია დაიცავს ქამარს, რამდენიც უფრო მეტჯერ დაიცავს ილია ქამარს საშუალო წონაში, ბოდიში, მსუბუქ წონაში და რაც უფრო მეტჯერ დაიცავს ქამარს ისლამ მახაჩევი ქვე საშუალო წონაში, მით უფრო გაიზრდება ამ ბრძოლის ჩანიშნის ალბათობა, იმიტომ რომ სურვილი ამ ბრძოლის ნახვის პიქს მიაღწევს. ამით თქო, ჯერჯერობით ისე მიდის ყველაფერი, კი, უახლოესი ბრძოლები შეიძლება ერთმანეთთან არ აქვთ და არ აქვთ ალბათ, იმიტომ რომ ილიას ბრძოლა უახლოესი დიდი ალბათობით ჯერ კი არ ჩანიშნულა, მაგრამ აუცილებლად ჩემი აზრით გეიჯისთან უნდა იყოს და სავარაუდოდ ისლამსაც ვიღაც ჩაინიშნება ქვესაშუალო წონაში. მაგრამ
ყოველი ასეთი თან წარმატება ამ ორივე ამ მებრძოლის კიდევ უფრო ახლობს. ჩემი აზრით, ვილიამ თმოგო გეიჯის და ისლამა თუ დაიცვა, არ ვიცი ვიღაცასთან ახლა. ხამარი, ну აი აუცილებლად ხა რთულია თქვა, მაგრამ 80%-იანი ალბათობით შემდეგი ბრძოლა შეიძლება ჩაინიშნოს ილიასა და ისლამს შორის. მე ასე ვფიქრობ. მოკლედ, პასუხი ისაა, რომ ძალიან რეალურია ამ ბრძოლის ჩანიშვნა. შემდეგი ბრძოლა რა არის და კითხვა, ხო, ამ კითხვის ავტორი იყო Twin Nem 2208. შემდეგი სანდრო ზეპელი, რადგან გამარჯობა, მაინტერესებს რას ფიქრობ, Prime McGregor versus ილია რომ ყოფილიყო, როგორ განვითარდებოდა. იბაცუხებთ, ზოგადად MMA-ის ბრძოლა როგორ განვითარდებოდა, როცა ასეთი მებრძოლები არიან თან ერთმანეთის მეტოქეები, ყველანაირად შეიძლება განვითარდეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფავორიტი, ну, ჩემი აზრით, ცალსახ არო ილიამ დაიყოს, იმიტომ რომ მოდი ხა, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი იყო McGregor-ი, მაგრამ უნარების ხრი მოდი შევაფასოთ, ხო? ხა აბსოლუტური უნივერსალია ილია, რომელსაც ყველგან და ყოველთვის შეუძლია დაიჭიროს შეცდომაზე McGregor-ი. McGregor-საც შეუძლია დაიჭიროს შეცდომაზე, მაგრამ ყველგან არა. ამის გამო აი ეს ბრძოლა რო შედგეს, ну ალბათ ბუკმეკერების აზრისაც და ზოგადადაც Prime McGregor-ზეა საუბარი. ახლა რო შეხვდეს, ახლა ალბათ 95-5-ზე ილიას ასარგებლოთ, მაგრამ Prime McGregor-ი რო ყოფილიყო Prime ილიასთან, ну სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო 60-40-ზე ილიას ასარგებლოთ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ილიას გულშემატკივარი ვარ, ბუნებრივია, ну ობიექტურად თუ შეხედავთ, Prime-შიც McGregor-ი, მაგალითად McGregor-ს მოგო, როცა Prime-ში იყო, Nate Diaz-მა მოგუდა. ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, McGregor-ს ეს ნაკლი მაინც ჰქონდა, რომ კარგ გრეპლერს მიწაში თუ ჩაითრევდა, იქ პეტრად მცირდებოდა McGregor-ის შანსები. ილიას ეს ნაკლი არ აქვს, ხო? ფეხზე ერთიც ღვთიშავს მეორეც. ხო, სადაც Nate Diaz-ი გაგუდავს, ხა მონებრივია ასეთი რაღაც ილიას შემთხვევაში წარმოუდგენელია. მოკლედ ალბათ არაფრისიც არ ვამბობ და ამას არ მალაპარაკებს სუბიექტურობა, რომ ილია თოფურია, Prime ილია თოფურია, აშკარად ფავორიტი უნდა იყოს Prime McGregor-თან ბრძოლაში. და ბოლო ბრძოლა ილიასთან დაკავშირებით, ბატონო ლადო, ამას გვეკითხება ილია ხარძიანი 33-64. ბატონო ლადო, ილიას ისლამთან გამარჯვების შემთხვევაში, რაც გულისხმობს სამ ქამარს, რას ფიქრობთ, ყველა დროის ნომერ პირველი არის? ულაპარაკოთ. არა მარტო ნომერ პირველი გახდება, დიდი ხანი იქნება კიდევ. იმიტომ რომ ბუნებრივია ხა იქნება შემდეგ მცდელობების ხებისგან რომ გაიმეორონ ეს მისი მიღწევა. კიდევ ერთხელ გამეორებ, აქამდე ყოფებს შორის ილია იქნება აუცილებლად უდიდესი. და მეცაც გეტყვით, ამ მისი რეკორდის გაუმჯობესებაც ხარისხობრივად ყოველ შემთხვევაში იქნება რთული, იმიტომ რომ მიაქციეთ ყურადღება ხა. ილია გახდა ჩემპიონი ქვემსუბუქ ზონაში, სადაც ორი დიდი ჩემპიონი დაამარცხა ამ დივიზიონის, ხო? თან როგორ საუბარია ვოლკანოვსკიზე და ჰოლოვეიზე. შემდეგ ავიდა მსუბუქ ზონაში და დაამარცხა შალზ ოლივეირა, რომელიც გამორჩეული ჩემპიონია, ის კი შეიძლება უდიდესი ჩემპიონი არ იყოს ისტორიაში მსუბუქ ზონის, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ჩემპიონი ნამდვილად არის, ხო? და ამის შემდეგ საუბარია რა თქმა უნდა ისლამი თუ დაამარცხა, ну ისლამი თუ დაამარცხა ზედაწონაში, ქვესაშუალო ზონაში ხა ისლამი, ხო, გააჩნიათ ან ვინ? ну გარდა იმისა, რომ ამის შემდეგ ვინმე უნდა გაიმეოროს და სამი წონის ჩემპიონი გახდეს, თან ასეთი, ასე ვთქვათ, გოუთები უნდა დაამარცხოს ყველა წონაში, ხო? წარმოუდგენელი შედეგი იქნება და ალბათ ძალიან დიდი ხნით იქნება ილია ნომერ პირველი ყველა დროის. ეს თუ მოხდა. ну წარმოუდგენელი შედეგი იქნება. ალბათ დამეთანხმებით. მოვჭით პრინციპში MMA-ზე საერთოდ და რამოდენიმე შეკითხვა გვაქვს სხვა სპორტის სხვა სახეობებიდან. კალათბურთთან დაკავშირებით გვისვავს შეკითხვებს გოგა შანშიაშვილი. კალათბურთთან დაკავშირებით გავრცელებულ ტენდენციებზე რა სიტყვით ვითომ და გოლდენის რევოლუციამ კალათბურთი უფრო ცუდი გახადა. მადლობა წინასწარ.
ხო, მე არ ვფიქრობ, რომ ცუდი გახადა პირიქით. მე ძალიან მომწონს თანამედროვე კალათბურთი, რაც შეეხება იმას, იცი რა, ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ჰაილაითებით რაღაც ძველ ისტორიებს. მე გამოგიტყდებით 90-იანი წლების ბოლოს მე შევწყვიტე NBA-ის ყურება. იმდენად აუტანელი გახდა და სანამ იქ შეცვალეს რაღაცები წესებში, უბრალოდ ყურებადი არ იყო, განსაკუთრებით ბოლო მეოთხედები. როდესაც მაშინ იყო ზონის წესის გამოყენების გამო ისჯებოდა მოკლედ დამცველი გუნდი. სპეციფიკა მე არ დავიწყებ აქ ახსნას რაში გამოიხატებოდა ეს წესი, მაგრამ ამ წესიდან გამომდინარე მე იმას მებრძოლებს მეთქი. კალათბურთელებს შეეძლოთ მარტივი ტაქტიკა გამოეყენებინათ. ერთ-ერთზე იყო იქ, ბუნებრივია იჭერდნენ თამაშები ერთმანეთს, ვისთანაც ჰქონდა გაბარიტებში უპირატესობა, არ აქვს მნიშვნელობა. ცენტრი იყავი, მესამე ნომერი იყავი, მეოთხე ნომერი გამთამაშებელი თუ მეორე ნომერი, რომელ პოზიციაზეც იყო უპირატესობა სიმაღლეში, უბრალოდ პოსტზე ეთამაშებოდა თავის მეურვეს და ეგ არის. თუ გადავიდოდა მასზე სხვა მისი თანაგუნდელის მეურვე, მაშინ აძლევდი შენს თანაგუნდელს, რომელიც ცალილი რჩებოდა. თუ არა და შუალედურად რო დაეჭირა, ასე ვთქვათ, დაზღვევაზე ყოფილიყო, დაზღვევაზე ეთამაშა სხვა დამცველს, ანუ თლად ბოლომდე არ მოცილებოდა თავის მეურვეს და თან შენზე ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ერთი ნაბიჯით ახლოს, ამის უფლება მაშინ არ ჰქონდა იმას კალათბურთელებს. და აი ეს რასაც მე ვსაუბრობ, ამას ყოველთვის ძალიან კარგად აკეთებდა ზაზა ფაჩულია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამის კეთებაში და ეს იყო ყოველთვის ერთ-ერთი მისი თავარი უნარი, რის გამოც ზაზაფაჩულია ძალიან უყვარდათ მწვრთნელებს, რომ გუნდში ყოლოდათ. და აი იმაშინ 90-იან წლებში ეს არ შეიძლებოდა უბრალოდ. და შესაბამისად ძალიან მარტივი ხერხი დახეს და უბრალოდ უინტერესო ხდებოდა ყურება, კალათბურთის, იმიტომ რომ მთელი მეოთხედი, აი ეს გუნდი გადავიდოდა პოზიციურ შეტევაში. დატრიალდებოდნენ ისე, რომ მოთამაშე, რომელსაც ჰქონდა სიმაღლეში უპირატესობა თავის მეურვესთან, დგებოდა პოსტზე ცენტრის პოზიციაზე, ასე ვთქვათ, ზურგს უკან თავის მეურვესთან და იწყებდა ერთ-ერთზე თამაშს. ყველა შეტევაში ეს ხდებოდა. საერთოდ შევწყვიტე მაშინ ყურება. ასე იმის თქვა მინდა რომ რაღაცეები პირიქით ჩემი აზრით იხვეწება უფრო და თანამედროვე კალათბურთი მე ძალიან მომწონს. ის რომ NBA-ში რაღაცები არ მოგწონს, ეს არის ხელოვნურად შექმნილი NBA-ში. მოდი მე რამეს გირჩევთ. თანამედროვე კალათბურთის პლუსები და მინუსები თუ გინდა ნახოთ. ხშირად უყურეთ ევროლიგას. საერთოდ ევროპულ კალათბურთს, მაგრამ რა კი მაინც უფრო მაღალი დონის კალათბურთი გინდა ნახოთ, ევროპაშიც ჯობია უყუროთ ევროლიგას. სადაც პირიქით ძალიან მომხიბლავი გახდა და ძალიან კარგი საყურებელი ჩემი აზრით ეს თამაში. მოკლედ მე არ ვიზიარებ რომ კალათბურთი ცუდი გახადა. პირიქით მე ეს უნივერსალიზმი რაც არის თანამედროვე კალათბურთში ძალიან მომწონს. უნივერსალიზმზე გაკეთდა უფრო მეტად აქცენტი. შემდეგი კითხვა, რადო შენი აზრით ვინ არის ტოპ 5 კალათბურთელი ისტორიაში და ლებრონ ჯორდანი შეადარე ერთმანეთს? მე ლებრონი მიჩვენია. მე ჩემ ტოპ 5 კალათბურთის გეტყვით. პირველი რა თქმა უნდა ჯორდანი, მეორე ლებრონი, კი ბატონო, მესამეზე დავაყენებდი ჩემბერლენს, რომელიც საერთოდ არ მინახავს, ბუნებრივია. დიდად ის ნახე არა, მაგრამ უბრალოდ იმდენი რეკორდი აქვს ამ ადამიანს, რომ არ შეიძლება რომ ხუთეულში არ შევიყვანოთ, ამიტომ მესამე ადგილზე მასაც დავაყენებ. მეოთხეზე დავაყენებდი კობი ბრაიანტს და მეხუთეზე, მე დავაყენებდი ლარი ბიორს. თუმცა აქ შეიძლება კარიმ აბდულ-ჯაბარიც, მეჯიკ ჯონსონიც, მაპატიოს ამბორმა, მე ლარი ბიორდი მიჩვენია. რაც შეეხება ჯორდანის და ლებრონის შედარებას, მე ჩემი აზრით, ამაზე სერიოზულად საუბარს არ დავიწყებ, იმიტომ რომ ჯორდანთან ჯერჯერობით ახლოს არ მიდის. ჯორდანი ადამიანი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი კალათბურთში. ჯორდანი იყო პირველი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი ყავდეს დომინანტი ცენტრი, ან დომინანტი მაღალი, მეოთხე ან მეხუთე ნომერი, იმისთვის რომ იყო დომინანტი გუნდი. და ერთადერთი იყო ჯორდანი, კი იქამდეც იყვნენ უკანა ხაზელები, გამორჩეულები, ხო? ჯულიუს ირვინგი და ამ შემდეგ. მაგრამ ის რომ ფაქტიურად მაღლის გარეშე, კვალიფიციური მაღლის გარეშე შეიძლება NBA-ის ჩემპიონი ხდებოდა მუდმივად და შეგახსენებთ ჯორდანს საერთოდ მას შემდეგ რაც პირველად გახდნენ ჩემპიონები, საერთოდ პლეი-ოფი არ აქვს წაგებული. პლეი-ოფის სერია არ აქვს წაგებული ჯორდანს. მე ვამბობ, როდესაც ჯორდანი არა მარტო პიკში იყო, როდესაც ჯორდანი იყო, როდესაც ვაშინგტონ ბულიტსში წავიდა, ის მოგესწრებათ იქ უკვე ეს იყო პენსია ჯორდანისთვის. კი ბატონო, შემდეგი გიო ბეგიაშვილი 10 გვეკითხება. ბატონო ლადო, გამარჯობა, რაგბის სოფლიოზე თუ გვაქვს შანსი ჯგუფიდან გასვლის? ორი სიტყვით რომ შეეხებთ ამ თემას.
კი ბატონო, გეტყვით, რაც შეეხება რაგბის, მოდი, კარგად შევხედოთ. ჩემი აზრით, ძალიან კარგი შანსები გვაქვს. შანსები გვაქვს, კი არა, მიზნად უნდა დაისახოთ. თან ეს მიზანი არ უნდა იყოს, ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება ყველამ დაისახოს ნებისმიერ გუნდმა, იქ ჩილემაც მაგალითად და კიდევ ვიღაცები არიან, ზიმბაბვე და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურია რა. მე ვფიქრობ, რომ ჯგუფიდან თუ ვერ გავედით, ეს იქნება უნდა შეფასდეს გუნდის გამოსვლა წარუმატებლად. და ახსნი რატომ? შეგახსენებთ სისტემა როგორია? ანუ არის 6 4გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც პირველი მეორე ადგილები პირდაპირ გადიან, ხოლო 6 მესამე ადგილოსან შორის 4 საუკეთესო გადის. შევხედოთ ჩვენ გუნდს, ჩვენთან არიან სამხრეთ აფრიკა, იტალია, ნუ ჩვენ და რუმინეთი. ვიცით ხო, რომ რაგბიში არის ბონუს ქულები და ასე შემდეგ, რომელიც იძლევა ჯერ ლელოების რაოდენობაზე და თან მარცხის შემთხვევაში თუ მცირე ანგარიში წაგეთ, თუ რამე არ შეიცვალა წესებში, ხა მასე წესებს ზუსტად წესების ცვლილებას არ ვაკვირდები რაგბიში, მაგრამ შეიძლება ყოველთვის მე ეს წესები მახსოვს რომ იყო. გასაგებია რომ სამხრეთ აფრიკა არის ფავორიტი და დაუშვათ სამხრეთ აფრიკასთან წავაგეთ, კი ბატონო, მეორე ადგილი არის იტალია, რომელსაც მოგებული გვაქვს. ანუ ჩვენ თავისუფლად შეიძლება იტალიას ვეთამაშოთ მოგებაციც. გასაგებია რომ შეიძლება ვერ მოუგოთ და ფავორიტი იქნება იტალია. მაგრამ ის რომ ყოველთვის წავაგოთ პატარა ანგარიშით და 7 ქულით ან ნაკლებით, რატომაც არა. ხო, ამ შემთხვევაში ავიღეთ ბონუს ქულას. მეოთხე გუნდი გვყავს რუმინეთი, რომელიც რუმინეთი გასაგებია რომ სადღაც აქვს ევროპაში ყოველთვის რაც რაგბის ტრადიციები, მაგრამ მოდი ვთქვათ რომ ბოლო პერიოდში რუმინული რაგბი გაიცა სერიოზულ კრიზისს და ის კი არა ევროპაში თუ ეხება 6 ერს გამოვაკლებთ, აი მაგ ევროპას გულისხმობ. მაგ სარაგბო ევროპას 6 ერის გარეშე. უკვე ჩვენს მერე მეორე ადგილზეც არ არიან, ხო? ესპანეთი და პორტუგალიაც უკვე, ჩემი აზრით, ჯობიან. ხშირ შემთხვევებში ყოველ შემთხვევაში. მის გამიდა რომ რუმინეთის დიდი ანგარიში დამარცხება ისე რომ ბონუს ქულები აიღოს საქართველოს ნაკრებმა, თავისუფლად შეიძლება. შესაბამისად, თუ იტალიასთანაც და რუმინეთთანაც ბონუს ქულები ავიღეთ, იტალიასთან წაგების შემთხვევაშიც უკვე სერიოზული ნაბიჯია შემდეგ ეტაპზე გასვლით კი არა გავალთ, იმიტომ რომ მიაქცეთ ყველგან აჯგუფში. აჯგუფში არის ახალი ზელანდია, ავსტრალია და არიან ჩილე და ჰონკონგი. ხა ჩილე და ჰონკონგი ჩემი აზრით ისეთი გუნდებია რომ შეიძლება ერთმანეთთანაც ვერ აიღონ ბევრი ლელოებით ბონუს ქულები და პლუს ავსტრალიას და ახალი ზელანდიას ისე მოუგებს რომ დარწმუნებული იყავით რომ სხვაობა ისეთი იქნება რომ ვერანაირ ბონუს ქულაზე ვერც იოცნებს, ვერც ჩილე, ვერც ჰონკონგი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ დიდი ალბათობით მაგალითად ტონგა, ну არა, ტონგა არა, ტონგასთან ბოდიში, მაგრამ აი იგივე ესპანეთსა და კანადის ჯგუფშიც არის ნახეთ როგორი სიტუაცია. კი, არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა. კი ბატონო, აქ შეიძლება ესპანეთმა რაღაც წინადადება გაუწიოს ფიჯის, მაგრამ მეორე მხრივ კანადა, ესპანეთი იმდენად განსხვავებული დონეებით არ არიან, რომ დაუშვათ ესპანეთმა გადაუღაროს კანადას, ან პირიქით კანადამ გადაუღაროს ესპანეთს. ანუ ერთმანეთთანაც არ იქნება. ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენებს ყველაზე კაი შანსი აქვს რომ დაუშვათ იტალიასთან ერთი შეიძლება მოიგონ, მაგრამ თუ წააგონ ისე რომ ბონუს ქულა აიღონ და ამავე დროს მოუგონ რუმინეთს ისე რომ აიღონ დამატებით ბონუს ქულა. რა თქმა უნდა ამის შანსი ესპანეთსაც აქვს და კანადასაც, მაგრამ უფრო ნაკლები ვიდრე ჩვენ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ურუგვაიზე და პორტუგალიასაც, რომლებსაც ჯგუფში ყავთ ირლანდია და შოტლანდია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სამოაზეც, რომელსაც ყავს იაპონია და საფრანგეთი. და კი, აქ შეიძლება საფრანგეთს და იაპონიას გაუწიონ წინააღმდეგობა ორივე, მაგრამ ერთმანეთთანაც რთული ბრძოლა ელით და იქაც შეიძლება რომ რაღაცა ბევრი ლელოები ვერ დადონ, ამის თქმა მინდა. ხო, არ ვიცი, მოკლედ, რა თქმა უნდა, გარანტირებული არაფერი არ არის, მაგრამ არ ვიცი, ამდენ კარგად ახსენით, ჩემი აზრით, სავსებით რეალურია, რომ თუ მეორე ადგილს თუ ვერ ავიღეთ, ისეთი მესამე ადგილი ავიღოთ, რომ 6 მესამე ადგილოსანში, ნუ პირველ 4-ში მაინც მოხვდეთ. ასე თუ ვერ მოხვდით, მე ვფიქრობ, რომ მაშინ წარუმატებელი, მაშინ გუნდის და წვრთნელების მუშაობა უნდა ვთქვათ, რომ იყო წარუმატებელი. პრინციპში მეგონი მოვჩით, არ მოვჩით სხვა სპორტის სახეობებს. მათე 7 ჯორჯია გვეკითხება, ლადო კრის თუ უყურებ, რომელი მოერეოდა თავიანთ პრაიმში, მეივეზერი თუ ტერენს კროუფორდი და რომელი უფრო დიდია კარიერულად. მე არ მაქვს პრეტენზია რომ არ კრივის დიდი მცოდნე, მიუხედავად იმისა რომ კრივს უკვე ხან ნამდვილად ვერ შევადარებ, ხა ფორმულა 1-ში საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს არაფერზე, მაგრამ კრივში მეტნაკლებად ვერკვევი, მაგრამ მაინც ექსპერტად არ ვთვლი და თუმცა არ მინდოდა რომ ეს პასუხგაუცემელი ყოფილიყო ეს კითხვა და ამიტომ მინდიასთან, ვისაც ნამდვილად ვენდობი
მის კვალიფიკაციას კრივში კითხეს და მინდიას აზრს გეტყვით. მინდიას აზრით, ძალიან ორივე ძალიან დიდია, რა თქმა უნდა, მაგრამ ითვლება, როგორც მინდი ამბობს, თვლიან, რომ ფლოიდი უფრო დიდია, თუმცა თავად მინდია თვლის, რომ არანაკლებია, როგორც მინიმუმ ტერენს კროფორდი და შეიძლება უკეთესიც. და ამას იმით ხსნის, რომ მეივეზერს ბევრი ისეთი კაი სახელები აქვს, არანაკლები სახელები აქვს დამარცხებული მეივეზერს, მაგრამ ბევრი მათგანი მაშინ დაამარცხაო, როცა აი დავუშვათ პედი პიმბლეტმა რომ ტონი ფერგუსონი დაამარცხაო რა, როდესაც ისინი იყვნენ უკვე მარტო სახელი და გვარი დარჩენილი, ან ყოველთვიში ბევრად არა პიკში და ტერენს კროუფორდსაც შეეხება, მასაც აქვს, რა თქმა უნდა, დიდი სახელები დამარცხებული, მაგრამ როგორც წესი ყველა ისეთი მუშა და პიკში თუ არა ყოველთვიში ბრძოლის უნარიან პერიოდშიო, ასე ხსნის ყოველთვის მინდია და თulis რომ ორივე დიდია, მაგრამ მინდიას აზრით ტერენს კროფორდი უფრო დიდია. ჩემ აზრს არ მოგახსოვებ თავზე, იმიტომ რომ მე არ ვარ ისეთი კომპეტენტური. პრინციპში მოვჩით ძირითადად სპორტზე და დაგვრჩა ორი, ასე ვთქვათ, ტიპის კითხვები, ერთი პირადად მე რაც მეხება, ანუ ჩემზე რომ ეკითხებიან და კიდევ ერთი კითხვა გვაქვს სპორტს მიღმა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო მგონია. ჩემს შესახებ Thinking 11:21 მეკითხება. ბატონო ნადო, ასეთ შეკითხვა მაქვს ქუჩის ჯგუფში. თქვენ მოერეოდით თუ ტომ ჰარდი და რა მეთოდით? ეს ცოტა ხალისი რომ შევმატოთ, ასე ვთქვათ, ჩვენს ვიდეოს. ხო, საერთოდ ერთ რამეს გეტყვით, თუ ჯგუფს აპირებ ვინმესთან, აუცილებლად უნდა გქონდეს მოგების იმედი. თუ მოგების იმედი არ აქვს მასთან, მაშინ არ უნდა აპირებდე ჯგუფს. რა თქმა უნდა, მე ვთვლი რომ მე მოვერეოდი, რა მეთოდით, ეხლა მეთოდები ბევრია და ეხლა საერთოდ ვთქვათ ჩვენ ბრძოლაში და ჯგუფში წინასწარ, ასე ვთქვათ, მეთოდის განსაზღვრა, შეიძლება ბევრი მეთოდი გქონდეს და რომელიმე გამოიყენოს სიტუაციის მიხედვით, ასე. მეთოდები ზოგადად ბევრია, მეთოდებს გუჩი ჯგუფში. ასე რომ არ ვიცი ხა რომელიც საუკეთესო იქნება იმ კონკრეტულ მომენტში. შემდეგი კითხვა. აკმ გიორგი თუ აცმ გიორგი, სი არის მოკლედ, ხო? გიო, ხო. აკმ გიო. რამე შანსი არსებობს, რომ ოდესმე ვინმეს კუთხეში გიხილოთ UFC-ში, რა თქმა უნდა. ეს კითხვა სინამდვილეში არის ბევრად უფრო საინტერესო ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. იმიტომ რომ სხვათა შორის იყო ახლო წარსულში ვარიანტი, რომ ყოფილიყავი კუთხეში, ერთ-ერთი მებრძოლის კუთხეში, ოღონდ არა UFC-ში, გეტყვით, თუმცა ეს არ შედგა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ის ბრძოლა არ შედგა, საერთოდ სადაც უნდა ყოფილიყავი. შეიძლება ყოფილიყავი კუთხეში. და სამწუხაროდ ყოველთვიში ის შემთხვევა არ შედგა ჯერჯერობით. სხვა UFC-ში არ ყოფილა, არა, პრინციპში UFC-ზე გეტყვით რა. გეტყვით სხვა შორის იყო პრინციპში UFC-ში ჩანსი. ერთ-ერთ ბრძოლაში ხარ ვიტყვი, რომ ბრძოლაში ბუნებრივია. თუმცა როგორც აღმოჩნდა ყოფილა შანსი, რომ ყოფილიყავი კუთხში, სამწუხაროდ მე არ ვიცოდი თუ ამის საშუალება იყო და ძალიან გული დამწყდა, რომ არ ვიცოდი და შესაბამისად არ გამოვიყენე ეს შანსი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მე რომ იმ ბრძოლაში კუთხეში ყოფილიყავი, დიდი ალბათობით მოხდებოდა ძალიან კარგი რამ. და სამწუხაროდ არ ვიყავი და არ მოხდა. ხო, მეც არ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს ერთი-ორი ვარიანტი ყოფილა საკმაოდ ახლოს, ალბათ არის შანსი, რომ როდესმე მიხილოთ ვინმეს კუთხეში, არ ვიცი. მესამე კითხვა ჩემზე და პრინციპში ჩემზე მოვჩებით, მეკითხება ანდრია ბევრი 10. ბატონო ნადო, ისეთი კითხვა მაქვს, რომელია ყველაზე რთული კითხვა, რაც რასად როდისში გამოგიცნიათ. იცი რა რთულია შეკითხვა, ძალიან ბევრი კითხვა გამომიცნია. მერე კიდე, იცი რა რთულ კითხვას ესეთი რაღაცა ახასიათებს, რომცა გამოიცნობ, გეჩვენება რომ შეიძლება არ არის ეს რთული. მე მაგალითად სხვაჩვენს ყველა ამბობდა რომ ცოტა ისეთი განსხვავებული აზროვნების ის ქონდა მიმართულება და შეიძლება ბევრ კითხვებს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი ისეთ კითხვებს, რომელსაც ბევრი ვერ იცნობდა, ამიტომ ცოტა ფასობდა ჩემი აღებული კითხვებიდან. ძალიან ხშირად ვთქვათ რომ აი რაც გამოიცანი იყო გრობი არის ესეთი ჟარგონია, ეძახიან კითხვას, რომელიც წესით არ უნდა გამოიცნოს გუნდმა და იმიტომ არის ჩასმული კითხვებში, რომ გუნდმა ეს კითხვა ჩააგდოს. ხო და როგორც უთქვავთ რომ აი ეს გრობი გამოიცანიო და თუმცა მე რო გამოვიცანი მე არ მეგონა ეს გრობი რა. მოკლედ ცოტა ისეთი თემაა. ბევრია რა, ხა ვერ გეტყვით ხა კონკრეტულად რომელი კითხვა, ყველა კითხვა აღებული მომწონს და კარგია. და მივადექით პრინციპში ჩემზე კითხებს მოვჭი და მივადებით
თებას სპორტს მიღმა, სადაც არის ერთი კითხვა, მხოლოდ ერთი კითხვა დაგვრჩა. თუმცა ეს კითხვა არის ძალიან საინტერესო, რომელიც ჩემი აზრით ალბათ ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა ადამიანი უსვავს თავის თავს. კითხვა სვავს ნებო 79-39, როგორ ხარ ლადო? მე ასეთი კითხვა მექნება, რა არის შენი აზრით ცხოვრების არსი? რა არის ცხოვრების არსი? ნუ ეს კითხვა არის, რომელსაც რაღაც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ალბათ არ გვიჩნდება თავში, მაგრამ რაღაცა ნელა რაღაცა საკში რო შევდივართ, მოდის ეს კითხვაც. ნუ ჩემეულ ახსნას შევეცდები რომ გითხრათ. მოდი ვთქვათ, რა ცდილობს ადამიანი, ყველა ადამიანი რა ცდილობს თავის ცხოვრების განმავლობაში, ანუ რა არის მისი მამოძრავებელი, ხო? ცდილობს იყოს წარმატებული, ცდილობს იყოს კარგად, მოიწყოს კომფორტი, გააჩინოს შვილები, შთამომავლობა, გაძარდოს შვილები, იყოს გამორჩეული თავის საქმეში, იყოს პროფესიონალი კი ბატონო. რეალურად ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე, რომ ადამიანს აქვს რაღაცა აღქმადი ცნებები, რომლითაც ის ხელმძღვანელობს, ასე ვთქვათ. მაგალითად, რა ამოძრავებს სხვა ადამიანს შიმშილი, კომფორტის გზნობა, დისკომფორტის გზნობა, უბრალოდ რომელსაც უნდა გამოვიდეს, საფრთხე რომელიც უნდა აიდოს, ანუ უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო, ამოძრავებს მას ასე ლიბიდო შეიძლება ითქვას და შვილები ვახსენე, შვილების გაჩენა და ზრდა და ნუ მშობლის ინსტინქტი, დედობრივი ინსტინქტი ავიღოთ მაგალითად, მამობრივი ჩვენ შემთხვევაში კიდე, რაღაცების შემთხვევაში, ხო? მაგრამ რო დაუკვირდეთ, ყველაფერი ეს, რაც ხმე ჩამოვთვალე, ანუ აღქმადი ცნებები, რაც ჩვენ გამომძრავებს და ასევე მოქმედებები, რასაც ვცდილობ ცხოვრების განმავლობაში, ხო? ეს ამ ყველაფრით მაინდა-მაინც არ განსხვავდებით დაუშვათ ცხოველებისგან. შიმშილი ცხოველებსაც აქვთ ნებისმიერს კომფორტის გზნობა გაგიკვირდება და ცხოველების ცდილობენ თავის კომფორტული გარემო მოიწყონ ყველამ საფრთხეს ყველა გაუგრძელოს ცდილობს მოიწყოს უსაფრთხო გარემო ლიბიდო მათაც აქვთ შთაომავლობაც რომ დატოვონ არის მათი ასე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ასე ვთქვათ მშობლის ინსტინქტიც ცხოველებს აქვს ნუ ზოგს დედობრივის და მამობრივის სახეობიდან გამომდინარე რა სახეობა ზოგს სახეობაში სხვა შორის მამობრივი არ არის და მხოლოდ დედობრივი ინსტინქტი არსებობს ისევე როგორც ადამიანები ცხოველებიც თავის ცხოვრების განმავლობაში გაგიკვირდება და ცდილობენ იყვნენ წარმატებულები იყვნენ პროფესიონალები დიახ არ გაგიკვირდეთ ხო მგელი რომ დადირობს ყველაზე წარმატებული მგელი არის ის რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია ნადირობა ხო ყველაზე წარმატებული რავშოთ იგივე დაცებლებს რომ დავანებოთ თავი ბალახის ჭამელი ცხოველი არის ის ვინც ყველაზე კარგ ასე ვთქვათ ადგილს ფლობს თავის სახეობის ჭრილში ისევ და ისევ აქ ჩვენ საუბრობთ ერთი სახეობის ჭრილში ანუ ერთი ცხოველი მეორეს არ უნდა შევადაროთ ერთი კონკრეტული სახეობის ყველაზე წარმატებული ირემი არის რომელსაც ყველაზე კარგი მდელო აქვს დაუშვათ და თავის ყველაზე კარგი ის აქვს რა ქვია ხარამხანა იცით რომ ირმებში თუ იცით არ ვიცი ირმებში მრავალწოლიანობა არის ასე ვთქვათ მოკლედ დიდად ამხრივ ცხოველები ჩვენგან არ განსხვავდებიან და ჩვენ არ განსხვავდებით ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე იგივე შვილები გაზარდოს და ასე შემდეგ ეს იგივე მამოძრავებელი აქვს ცხოველებსაც და მართლა შეიძლება კაც გაუჩეს კითხვა რა არის მაშინ ადამიანისთვის განსაზღვრელი რა განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან ამაზე მიფიქრია უბრალოდ და ამიტომ გეტყვით იცი რა კარგი და ცუდი ცხოველისთვის არსებობს, თუმცა ცხოველისთვის კარგი და ცუდი არსებობს მისთვის, მასთან მიმართებაში რა არის კარგი. აი ვახსენე ხო შიმში, როცა შია ცხოველს ეს არის ცუდი. რო შეჭამს ეს არის კარგი. იგივე კომფორტი ვახსენე ყველაფერი, რასაც მიაღწევს, წარმატებას მიაღწევს, დავუშვათ, კარგად ინადირებს. გელი ეს არის მისთვის კარგი. ვერ დაიჭერს თავის ნადავლს, ეს არის ცუდი. მაგრამ კარგი და ცუდი მისთვის არის მარტო მასთან მიმართებაში. სხვასთან მიმართებაში ცხოველისთვის კარგი და ცუდი არ არსებობს. გაგიკვირდება და ცხოველისთვის არ არსებობს ფასეულობები. მე არ ვამბობ თანაგზნობაზე. თანაგზნობის გზნობა სხვა შორის ზოგიერთ ცხოველში არის, ყველაში არის, მაგრამ ზოგიერთში არის. ოღონდ თანაგზნობის გზნობაც არსებობს მხოლოდ მისიანისთვის, ან მისი ოჯახის წევრისთვის. მისი შვილისთვის, ან მისი მეორე ნახევრისთვის, ხო?
ან დაუშვათ სოციალურ ცხოველებში, მაგალითად გლებში, რომელსაც ხროვაში ცხოვრობენ, ხო, იქ ხროვის ერთი წევრის მიმართ კი შეიძლება გამოიჩინოს თანაგრძნობა, მაგრამ ზოგადად უცხოსთვის მიმართ თანაგრძნობა არ არსებობს. არც ერთ ცხოველში. ეს ტრამე არ იციან უბრალოდ. თუ ჩაუღრმავდებით, მიდივართ იმ ძალიან მარტივ ჭეშმარიტებამდე, რომ ცხოველისთვის მაგალითად არ არსებობს კეთილი და ბოროტი. მაგალითად თქვენ ვერ ნახავთ, რაც არ უნდა კარგად გაიცნოთ, ასე ვთქვათ, მაგალითად ნებისმიერი გლების ხროვა, თქვენ ვერ იპოვით ცუდ მგელს და კარგ მგელს, კეთილ მგელს და ბოროტ მგელს. იმიტომ რომ ეს არ არსებობს. ყველა მგელისთვის ერთი მოქმედება არის ან მისაღები ან მიუღებელი. უფრო კარგად რო ახსოვს, სხვა მაგალითს გეტყვით. მაგალითად ლომების სახასიათებთ ესეთ ძალიან ცუდ თვისება, როდესაც მამრი ლომი, ახალი მამრი დაიპყრობს ახალ პრაიდს, ანუ პრაიდი არის ლომის დაჯგუფება. ანუ დაიპყრობს როგორ დაამარცხა არც პრაიდის მთავარი მამრი და გააგდო ან მოკლა, ხო? პირველ რას აკეთებს პატარა ლეკვებს, რომლებსაც მეძუძური დედები ყავთ, დედალი ძუ ლომები, ლეკვებს კლავს. ეს ხო არის ბოროტება ჩვენი გადმოსახედიდან. ლომების გადმოსახედიდან ეს არ არის ბოროტება, ეს ჩვეულებრივი რაღაცა. ამას აკეთებს ყველა ლომი აბსოლუტურად. არ არსებობს ლომი, რომელიც აღმოჩნდება კეთილი, დაიპყროს პრაიდს და იქ ბოკვერებს, სხვის ბოკვერებს არ მოკლავს. არ არსებობს ეს ლომი. და ეს ლომისთვის არ არის არც ბოროტი ქმედება და არც კეთილი ქმედება. მეცაც გეტყვით, თუ ერთ-ერთმა ლომმა გაიგო, აი მეორე ლომმა იქ სხვა პრაიდში ბოკვერები დახოცა, მისთვის სულ ერთია ეს. სად მიმყავს, ანუ ცნება, სიკეთე და ბოროტება აგიკვირდება და საერთოდ ეს არის ადამიანთა სამყაროში. სხვაგან ეს ცნებები არ არსებობს. მე ვამბობ ველურ ცხოველებზე, შეიძლება მსგავსი, რის თქმამდე, აი ცხოველი, მგელი კი წერანაც რო ახსენებ, მგლები შეიძლება განსხვავდებოდნენ, მაგრამ განსხვავდებოდნენ რითი? უნარებით და ხასიათით. ანუ მგელი შეიძლება იყოს ერთი უფრო ძლიერი, ვიდრე მეორე და რაღაცა გააკეთოს ერთმა და არ გააკეთოს მეორემ, არა იმიტომ რომ ის კეთილია და ის არ არის კეთილი, ის ბოროტია, ან პირიქით. არამედ იმას შეუძლია, იმიტომ რომ უნარები აქვს მას ესეთი და იმას არ შეუძლია. შეიძლება ერთი იყოს უფრო აგრესიული, მეორე ნაკლებად, მაგრამ ფასეულობები განსხვავებული მათ არ აქვთ. რაც კარგი და მისაღები არის ერთისთვის, ის კარგი და მისაღები არის მეორისთვისაც. უბრალოდ ამას ერთმა შეიძლება მოახერხოს იმის გაკეთება, მეორემ ვერა. რაც არის მიუღებელი ერთისთვის, იგივე არის მეორისთვის. არ არსებობს კიდევ ერთხელ კეთილი მგელი და ბოროტი მგელი. არ არსებობს კეთილი ძროხა და ბოროტი ძროხა. მე ვამბობ ველურ ძროხებზე, კიდევ ერთხელ ვამბობ. ირმები, რატო ვამბობ ველურზე? იმიტომ რომ შინაური ცხოველები გამოიყვანა ადამიანმა და მოარგო თავის წესებს. შესაბამისად, ამიტომ არის ზაღლებში მაგალითად. ოღონდ აქაც ჯიშებში არის სხვაობა, თორემ კი, არის ნაკლებ აგრესიული ჯიშები, უფრო აგრესიული ჯიშები არის, უფრო მოკლედ თითქოს კეთილი ჯიშები და ნაკლებ კეთილი ჯიშები, ხო, მაგრამ ესეც არის ადამიანის შექმნილი. რეალურად თუ ველურ სამყაროში გადავალთ, იქ ესე არ არის. საით მიმყავს, ჩემი აზრით, ადამიანებმა მოაწყვეს ცხოვრება ისე, რომ ადამიანი თავისთავად შეიძლება თვითონ შექმნეს, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ღმერთმა შექმნა, არ ვიცი, შეიძლება ათეისტები თვლიან, რომ ბუნებამ შექმნა, არ აქვს ამას მნიშვნელობა რა, ღმერთის გზამს, ქრისტიანი ხარ, ბუდისტი ხარ, მუსლიმი ხარ თუ ათეისტი ხარ. მაგრამ ადამიანების სამყაროში არსებობს ცნებები ბოროტი და კეთილი. მეცაც გეტყვით, თუ დაუკვირდებით ადამიანების ცხოვრებას და ისტორიას, მუდმივად გაზდებს ადამიანების ცხოვრებას ბოროტს და კეთილს შორის ბრძოლა. რაც სხვათა შორის სხვა სახეობებში არ არის. მგლების ცხოვრებას თუ გადახედავ, ჩვენ ვერ ხედავთ. იქაც არის ალბათ, იქაც რაღაცა შიდა აქმადი ფასეულობები, უბრალოდ იმას ჩვენ ვერ ხედავთ. ისე როგორც ალბათ ცხოველები ვერ ხვდებიან ჩვენ კეთილ და იმის აღქმას. ვერ აღიქვამენ ისინი. ალბათ. ხო და ყოველ შემთხვევაში ადამიანთა სამყაროში ეს ცნებები არსებობს და ჩემი აზრით, პირადად, არცი ადამიანის არის ის, რომ სწორი მხარე დაიჭიროს. მოდი უფრო კარგად რო ახსნა. ადამიანის ისევე როგორც ცხოველი, ცდილობს შიმშილი მოიკლას, სიმდიდრე დააგროვოს, შვილები გაზარდოს. ხო, ამაში არაფერი არ არის ცუდი, ხო, იგივე სიმდიდრის დაგროვება, ანუ შეგროვება რაღაცეების, ეს მარტო ადამიანებს არ ახცევთ, მაგრამ ციყვებიც აგროვებენ რაღაცეებს და მარაგებს იქმნიან. ნუ აქ მასშტაბებშია სხვაობა, თორე არც ერთ და იგივეა. მაგრამ განსხვავებით ცხოველებისგან ადამიანები, როცა შიმშილს იკლავს, შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს არჩევანი, ამ გზით მისაღებია თუ არა, მან შიმშილი მოიკლას თუ არა. ანუ მაგალითად წაართვას ვიღაც გაჭირვებულს საჭმელი და თვითონ ჭამოს.
გაგიკვირდება და ცხოველისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ცხოველმაც თუ შეუძლია თუ შია და საჭმელი თუნდა აიღოს, ნებისმიერ შემთხვევაში წაართმევს. ვისაც შეუძლია რომ წაართვას, ვისაც მოერევა წაართმევს. ადამიანსაც შეუძლია თუ მოერევა წაართვას, მაგრამ ადამიანს შეიძლება გააჩეროს რაღაცა. და თქვას რომ იცი რა, ეს კი მე გამაძღობს, მაგრამ მეგონი არ არის ეს კარგი. ეს საქციელი. და არ გააკეთოს ეს. სიმდიდრე დავაგროვოთ, არაფერი ცუდი არ არის ამაში თუ ჩვენ გამდიდრდებით, მაგრამ ამ გამდიდრების გზებზე ჩვენ შეიძლება დავფიქრდეთ და შეიძლება რაღაც ფასეულობებმა რაღაცაზე უარი გვათქმევინოს. ამას ცხოველი არ გააკეთებს. ცხოველი ინსტინქტით მოქმედებს, თუ მას ეს სიმდიდრე ჭირდება და მის სახეობისთვის ეს არის მისაღები, ეს უნდა გააკეთოს. იქ არ აინტერესებს ცხოველს ის სხვა მისი ცხოველი, სხვა კიდევ ერთხელ არა ოჯახის წევრია. სხვა იქ შიმშილით მოკვდება ამის გამო თუ არა. შვილები გავზარდოთ, ყველა ცხოველი ზდის შვილს. ეს არ არის, ზოგს გონია რომ ადამიანებს მაგას მე გამიგია რომ აი შვილები გაზარდა ამდენი რა მაგარია. მე რამეს გეტყვით, რაც არ უნდა ნაყოფიერი ადამიანი იყოს და ნაყოფიერი პროდუქტიული ადამიანი იყოს და ბევრი შვილს აკეთებდეს, აი ყველაზე პროდუქტიული ადამიანიც კი ახლოსაც ვერ მივა საშუალო სტატისტიკურ ვირთხასთან ამაში. ნებისმიერი საშუალო სტატისტიკური ვირთხა ტოვებს მეტ ნაშიერს და მეტ შთამომავლობს, ვიდრე ყველაზე პროდუქტიული ადამიანი. ნუ დასულ ვირთხაზე ვამბობ ხა, ვინც წურწუნობის დროს გარდაიცვალა, იმაზე არა. იგივე კურდღელი სხვათა შორის. და როდესაც ადამიანისთვის თავარი მიზანი არის მხოლოდ ბევრი შვილი გავაჩინა და მეტი არაფერი დანარჩა, არ მაინტერესებს ის როგორი შვილებს გავდით. ცხოველსაც არ აინტერესებს, თავარია ბევრი შვილი დატოვოს, თორე იქ შვილებს არ ასწავლის კი ნადირობას, იქ როგორ მოაგროვოს, ხო ვინც არის გააჩინა რა სახეობაა და რაღაცა, მაგრამ ის კეთილი და ბოროტისგან განსხვავებას ის არ ასწავლის თავის ნაშიერს. არ აინტერესებს ეს მას. და თუ ადამიანისთვისაც თავარი არის რომ უბრალოდ ბევრი ნაშიერი დატოვოს და არ აინტერესებს როგორი იქნება, ნუ არ ვიცი ხა მე ეს. ყოველ შემთხვევაში თუ ეს ადამიანი ბუდისტია და თუ ბუდიზმია სწორი რელიგია, დიდი ალბათობით ეს ადამიანი რისკავს რომ შემდეგ ცხოვრებაში გაჩნდეს ვირთხად. ან კურდღლად, იმიტომ რომ ლოგიკურია ხო თუ ასე ხდება რელიგიურად და მართლა შემდეგ ცხოვრებაში რაღაც არსებობად უნდა გავჩნდეთ და იმარცებათ, რასაც ვიმსახურებთ. ადამიანი რომელიც მთელი არსი არის რომ რაც შეიძლება ბევრი შვილი გავაკეთო, მხოლოდ და მხოლოდ და ხარის არ აქვს მნიშვნელობა როგორიც გავაკეთებ. ალბათ რა ვიცი უნდა დაიბადოს მაშინ ვირთხად ან კურდღლად ან რაღაც ეგეთ. ან საერთოდ სხვაჯერს წერები და ისინი არიან, რომელიც კიდევ უფრო მეტ შთამომავალს ტოვებენ. ხო არ ვიცი შეიძლება ძალიან ფილოსოფიაში გადავედი, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანის ცხოვრების არსი სწორედ ეს არის რომ კი ბატონო, იგივე როგორც ყველა ცოცხალმა ორგანიზმმა უნდა მოვიკლათ შიმშილი. უნდა ასე თუ ისე მეტნაკლებად გამდიდრდეთ შეიძლება თუდი სიტყვა, მაგრამ ვაგროვოთ რაც შესაძლოა, რაც საჭიროა. გავზარდოთ შვილები, მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერი ეს უნდა ვაკეთოთ ჯერთი იმ გზებით, რომ არ დაგვავიწყდეს ის ფასეულობები, რაც გვაქვს. ანუ კეთილს ვემსახურებოდეთ ჩემი აზრით და იგივე შვილებსაც რო ვზდით, ხო, უნდა იმასაც უნდა დავკვირდეთ როგორ ვზდით და რა ფასეულობით ვზდით შვილებს. ასე რომ ორი სიტყვით თავი რო არ მოგაწვინოთ, ჩემი აზრით ადამიანის ცხოვრების არსი არის რომ ცხოვრებაში გააკეთოს არჩევანი და იყოს სიკეთის მხარეს, იმიტომ რომ ადამიანებმა ცხოვრება ისე მოაწყეს, შეიძლება ღმერთისგან არის ეს, შეიძლება ბუნებისგან არის რომ ცხოვრებაში, ადამიანების ცხოვრებაში არის მუდმივად კეთილს და ბოროტ შორის ბრძოლა. და არსი ალბათ არის რომ ამ ბრძოლაში შენ იყოს სწორ მხარეს. მე ყოველ შემთხვევაში ვცდილობ არ ვიცი ამდენ გამომდის რომ ყოველთვის ვიყო სწორ სიკეთის მხარეს, სწორ მხარეს და სიკეთის მხარეს, ნათელ მხარეს. მე ალბათ შეიძლება ბევრად უკეთ ყოფილიყავი ფიზიკურად და ასე ვთქვათ სოციალურად რომ რაღაც პრინციპებზე მე თქვა უარი, მაგრამ ალბათ ემოციურად ვიქნებოდი ცუდად. მე ამას არ ვნანობ და თქვენც ამას გირჩევთ ყველას რომ ძალიან კარგია პროფესიონალიზმი, ძალიან კარგია სიმდიდრე, მაგრამ იგივე პროფესიონალიზმზე თუ ვიტყვით, მაგალითად ძალიან მაგარი პროფესიონალი შეიძლება იყოს მგელი, ძალიან მაგარი პროფესიონალი შეიძლება იყოს ღორი. ძალიან მაგარი თავის საქმეში, რა. ძალიან მაგარი პროფესიონალი შეიძლება იყოს მაიმუნი. მაგრამ ხო და ამით შეიძლება ადამიანს აჯობოს კიდევაც. ანუ ისეთი პროფესიონალი შენ საქმეში არ იყოს შენ, როგორიც არის, აი დაუშვათ რომელიღაც ცხოველი თავის საქმეში. მაგრამ ერთი რაც შეიძლება გამორჩეოდეს ადამიანი და ალბათ გამოირჩევა იმით, რომ გარდა იმისა, რომ ჭამდეს, სწვავდეს და შვილებს ზდიდეს, ალბათ ამას უნდა აკეთებდეს ფასეულობების დაცვით და რაღაცა პრინციპების დაცვით. მოგლედ აი ესეთი ცოტა ფილოსოფიური კითხვა დამისვა ნებო 79-39-მა და მეც გადავერთე ფილოსოფიაში, შეიძლება ცოტა თავი მოგაწყინეთ, მაგრამ დღეისათვის ეს იყო მე
ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მეცაც გეტყვით, ასე ვთქვათ, ტიპის ვიდეო წარმოგიდგინეთ, არ ვიცი, რამდენად მოგეწოდათ, მიპასუხეთ თქვენი აზრი მომწერეთ კომენტარებში. მე კი ამით დღეს გემშვიდობებით ველოდები ახალ კითხვათა სერიას, წყებას, რომელსაც უკვე მეორედ რომ მეცაც გეტყვით, მაშინ გიპასუხებთ. აბა კარგად და იყავით ჯანსზე.